სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. გულითა და დგილოცავთ ჩვენ სამღვდელოებასთან ერთ-ერთ უდიდეს ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულს, ფერიცვალებას უფლის აღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მას ჟამსაშინა ახლოვდებოდა რა ქრისტე მაცხოვრის მოკიცხვა, ვნება და ჯვარცმა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კეთილინება თავისი ღვთიური სიბრძნით, რაითა მოციქულთათვის ეჩვენებინა თავისი ღვთიური დიდების თუნდაც ნაპერწკალი და ეჩვენებინა იგი მწვერვალი მოციქულებისთვის, უპირველესი მოციქულებისათვის, როგორც პეტრეს ამის შემდგომ უთხრა, ოდესმე მიიქეს და განამტკიცე ძმანი შენი. ანუ რა იყო ეს სიტყვები, რას ნიშნავდა? წინასწარმეტყველება იყო, როგორც ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთან იყო წინასწარმეტყველები დავსემ წყევსნი და განიბნინენ ცხოვარნი. უფალმა უწყოდა, რომ მისი შეპყრობის, ვნებაწამების, ავაზაკთა შორის ჯვარცმის შემდგომ ამის მხილველი მრავალი მოციქული დაბრკოლდებოდა და თითქმის ყველა უკლებლივ, გარდა თითო როლასი. ეს კი არა, ჩემო საყვარელო, ჯერაც როცა მხოლოდ სიტყვიერად თქვა, რომ დაბრკოლებად ხართო ჩემს მომართ და უწინასწარმეტყველა თავისი ვნებამდე მცირე ხნით ადრე 70 მოციქულთა ერთმა ნაწილმა იგი მართლაც მიატოვა. განშორდა მას. უარყო იგი. აი ეს ყოველივე უწყოდა რა კაცობრიო ბუნების უძლურება და ის რომ შობიდან სოდვისადმი ვართ მიდრეკილები, მან სათნო იჩინა, რომ თავისი დიდება ერთგვარი არასავსებით, იმიტომ რომ ადამიანს კი არა, ანგელოს არ შეუძლია მისი ღვთიური დიდების დატევა, ნაპერწკალი ეჩვენებინა, აი გუშინ საცისკრო მსახურებაში საწინასწარმეტყველოები სამნი რიცხვით იქნა წაკითხული და მათ შორის მოსეს და ელიას როგორ გამოეცხადა ღვთის დიდება, რადგან ითხოვდნენ, მაგრამ მათ ნაპერწკლის დატევაც კი ვერ შეძლეს. ესე იგი თითქოს ზურგიდან გეჩვენები რას ნიშნავს. მეტადრე ქრისტე ჯერ არ იყო ჩვენ სელთაღრიცხვამდე ქრისტეს მოსვლამდე განკაცებული და ბუნებრივია რომ მას არც სახე ჰქონდა, ჰაბიტუსი, არც ზურგი, არც ხელი, არც ფეხი და ასე შემდეგ. ამით რა არის ნათქვამი რომ ზურგით გეჩვენებიო, რომ მხოლოდ იოტის ოდენას უჩვენებდა თავისი დიდები და რაც სავსებით საკმარისი აღმოსა, როგორც უპირველესი და უდიდესი ჟულისმდებელი მოსესათვის, რომელიც ასევე წინასწარმეტყველია და ეგრეთვე ელიასათვის, რომელიც არის მოშურნეობით ცნობილი და უდიდესი წინასწარმეტყველია თვით წინასწარმეტყველთა შორის. ასევე აქაც უმწვირველეს მოციქულებს პეტრეს და ძმებს ზებედესებს, იაკოვსა და იოანეს მხოლოდ ნაპერწკალი უჩვენა, როგორც წმინდა გრიგოლ პალავა გამარტავს სახარების მოცემულ ადგილს თავისი დიდებიდან, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ისინი სრულ ნეტარებაში ჩავარდნილ ვიდრე თავდავიწყებამდის. მანამდე რა მოხდა საყვარელო? სულ რამოდენიმე დღე იყო დარჩენილი ქრისტეს ვნებაწამებამდის. და აი კერძო საუბარში წმინდა მოციქულებთან, არა საზოგადოდ ყველას წინაშე, კერძო საუბარში წმინდა მოციქულებთან, რომელიც რიცხვით 12 იყვნენ მოგეხსენებათ, მან დასძინა, რომ არიან თქვენ შორის ვიეთნიმე ზოგიერთები, რომლებიც გემოსა სიკვდილისასა არ იხილავენ, ვიდრე არ იხილავენ ძეკაცისას მომავალსა დიდებითათვის და მომავალს მამის დიდებით, ანუ ზეციური მამისა. მოციქულებმა ვერ გულისხმახვეს, რას გულისხმობდა მაცხვარი. და ვიდრე ჯერ კიდევ მათში ბევრი იყო ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური და სულიწმინდის გარდამოფენით ნიჭები არ მეიღოთ სულიწმინდისა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ ესწოდათ მაცხოვრის საუბრიდან. მერმე სულთმოფენობის კვალობაზე ბევრი რამ აღიდგინეს ქრისტეს ნაუბარიდან თუ მოქმედებიდან და უფრო მეტიც მათგან უდიდესმა მოციქულთა შორის ღვთისმეტყველმა იოანემ და ღვთისმეტყველების თვალსაზრისითაც კი განმარტა, როგორც თავის წმინდა სახარებაში, ესრეთ ეპისტოლეებში. მას ამ საუბრის შემდგომ მახარებლები აზუსებენ, კერძოდ მათი მახარებელი დღესა მერვესა ქრისტემ თვისაგან აღიყვანა თად სამნი მოციქული, როგორც უკვე ვახსენეთ, პეტრე და ზებედესები, იაკობი და იოანე. ღვთის მადლით ჰქონდა სიხარული მენახა ეს მთა. საერთოდ მამები ვარაუდობენ, რომ ეს მთა, სადაც ფერიცვალებას მაცხოვრისა ჰქონდა ადგილი, შესაძლოა ყოფილიყო ერმონის მთა, შესაძლოა ეს ყოფილიყო თაბორი, მაგრამ მამათა მეტი ნაწილი და საეკლესიო გადმოცემაც, ასე ვთქვათ, აზრი ეკლესიის იხრება იქით, რომ ეს იყო თაბორის მთა. კაცმა რომ თქვა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სიმართლეს და ჭეშმარიტებას უნდა მივაგოთ ყოველთვის პატივი. ჰქონდა მას სიხარული ეს მთა მენახა. ასვლით არ ავსულვარ ამის, ასე ვთქვათ, განრიგი ჩვენი პილიგრიმობის მომლოცველობით მოგზაურობაში არ შედიოდა ეს, მაგრამ ვიხილებთა და სავსებით საკმარისია. ისე როგორც გენესარეთის ტბა და სავსებით საკმარისი იყო. ძალზე დიდხანს ვაკვირდებოდი ამ მთას. მთა როგორც მთა, არაფერი განსაკუთრებული. ჩვენთან მაგალითად საქართველოში, რომელიც მთაგორიანი ქვეყანა, ძალზედ მაღალი მთებია, მწვერვალები.
პალესტინაში ასე არ არის. პალესტინაში მთები არის ნაკლებად, სულ რამოდენიმე მთაა. და ისინი სიმაღლით არ არიან ძალიან მაღალი. ეხლა რომ შევადარო, შეიძლება 2-3 თბილისის მთაწმინდის მთის სიმაღლე არის თაბორის მთა. გაზაფხულზე არაჩვეულებრივი მრავალფეროვანი ყვავილებით იმოსება და სურნელება ტრიალებს ირგვლივ. აი ამ მთის ძირშია გადაფენილი არმაგედონის ველი, რომელზედაც უკანასკნელი ომი იქნება, რომელიც აღწერილი არა მარტო გამოცხადების წინში აპოკალიფსში, არამედ ბევრ წმინდა მამასთან, მათ შორის ძველთა დროთა, როგორებიც არიან იპოლიტე რომაელი, ეფრემ ასური, თეოდორიტე, იოანე ოქროპირი და ასე შემდეგ. ძალზედ ბევრი მამა არის, რომელიც ამას ამოწმებს, არა მარტო იხსენებს მოხავს ციტატად აპოკალიფსს, არამედ მქონდათ რა სულიწმინდის ნიჭი, კერძოდ ნიჭი წინასწარმეტყველი, ისინი წინასწარმეტყველებენ და ისეთი გასაოცარი პედანტიზმით დაწვრილმანებით წინასწარმეტყველი, ზოგიერთი მათგანი თქვა იპოლიტე რომაელი, გეგონება რომ ჩვენი თანამედროვეა დგას ჩვენს გვერდით და იცის რაც ხდება მოვლენები და ის იყო მე-3 საუკუნის მამა, ესე იგი 17 საუკუნის წინასწარმეტყველებ და დღევანდელ და საზოგადოდ უკანასკნელი ჟამის მოვლენებზე განსაკუთრებული სიზუსტით და დაწვრილებით აქვს აღწერილი ბოლო ჟამის მოვლენები, ადამიანების მდგომარეობა სულიერი და თქვა, ისე როგორც ფიზიკური ეფრემ ასურს. იმდენად შემზარავია, როცა მის წინასწარმეტყველებას კითხულობ, რომ ერთგვარი თრთოლვა და შიში მოგიცავს. თუ არ არ რწმენა, ალბათ შიშნეულობა დაგეუფლობოდა და შესაძლოა ეშმაკეულობაც კი იმდენად საზარელი მოვლენები აღწერილი ბოლო ჟამისა. ჩვენ თანდათანობით შევდივართ ამ წეულ დროში, რომელსაც ბოლო ჟამი ქვიან. დიდი სიყვარულის გამო ღმერთი თავის მოწაფეებიდან ნაწილს წაიყვანს, თუ ავადმყოფობით, თუ განსაცდელებით და ამაში კაცთმოყვარებაა, რომ არ შეასწროს იმ საშინელებას, იმიტომ რომ ისეთი მტკიცენი სულით არ იქნება და უფალს არ სურს, რომ ისინი შებრგოლდნენ, დაეცნენ და წარწყდნენ ანტიქრისტესეული ბეჭდის მიღებით. დატოვებს მხოლოდ მტკიცე სარწმუნოების ქრისტიანებს, რომლებიც როგორც პავლე მოციქული 20 საუკუნის წინასწარმეტყველები და თავად იქცევიან ცოცხალ ტაძრებად, როდესაც ეკლესიებიც აგვიტირდებიან როგორც ხსენებული იპოლიტე რომაელი წინასწარმეტყველები 17 საუკუნის ისეთი სავალალო მოვლენები დატრიალდება და მათ შორის ეკლესიაში და ეკლესიის გარშემო. ხალხებს ჟრებს სიწმინდებს ხშირად გითხოვს, ყველაფერს გაიტანენ, წამს დაამახინჯებენ, სახარებას შეცვლიან. ფორმალურად ერთი შეხედვით უმეცრისთვის ეს იქნება ეკლესია, ქრისტესი და ქრისტიანობა, მაგრამ სინამდვილეში აქ არაფერი ქრისტიანული აღარ იქნება. საერთოდ ანტიქრისტე პაროდირების დიდოსტატია. პაროდირება რას ნიშნავს? რაიმეს გარეგან მიბაძვას შინაგანი შინაარსის, ნამდვილი შინაარსის დამახინჯებით. და ისე თავად იქნება პაროდირება ქრისტეზე. გარეგნულად თითქოს ქრისტე იქნება მისი საქმეებიდან გამომდინარე მსჯელობიდან, სიმშვიდიდან, რომელიც ყველაფერი ეს იქნება თვალთმაცობა გარკვეულ დროთ და ჟამამდე და როცა ის ჟამი მოაღწევს, ეს სხეული ამოუშვებს თავისი მყრალი არსებიდან თელ სისაძაგლეს და სისასტიკეს კაცთა მოდმის მიმართ და მაწევარობას ქრისტე იესოს მიმართ. ეს არის უკანასკნელი დროის ნებროთი, რომელიც ცას ისრებს ესრო და ძველთა დღეთა და ღმერთს აუჯანყდა და წინაღუდგა. ეს იქნება ბოლო ჟამის ნებროთი. უფალმა დიდი სიყვარულის გამო ჩვენ დამოდა პირველ ყოვლისა თავისი რჩეულების წმინდა მოწაფეების მიმართ, არა მარტო ძველთა დროთა, არამედ განსაკუთრებით უკანასკნელი დროისა, გაგვიმხილა ყველა ეს ნიშნები, რაც გაგვიმშღავნებს და მასში დაგვანახებს ეშმაკის რჩეულს და რომელიც ჩვენ ამის გამო ვერ მოგხიბლავს. და ეს რომ მოხდეს, რომ ქრისტესთან დავრჩეთ, ესე იგი დავცხონდეთ, საჭიროა ახლოს ვიყოთ ქრისტესთან. და ეკლესია თივდიდებული პავლე მოციქულის სწავლებით არის იდუმალი სხეული ქრისტე მაცხოვრისა. აი ზოგიერთები ამბობენ, თქვა პროტესტანტები. ჩვენ ეკლესია არ გვინდა, არ გვსამს, არ გვჭირდება სამღვდელობა, არ გვინდა საიდუმლოები, ჩვენ ქრისტე გვწამს. ასეთი რწმენა და მაგაზე უფრო მეტი აქვს სატანას. იმიტომ რომ ვიდრე დაეცემოდა ცოდვით, ის სინათლის ერთ-ერთი პირველი წინვალი ანგელოზი იყო, ერთი გადმოცებით ქერაბინი, სხვა გადმოცებით სერაბიმი, უფრო მაღალი დასის. ყოველ შემთხვევაში პირველი ტრიადის ანგელოზი იყო და საკუთარი გონების თვალით ჭრედა ღვთიურ დიდებას და თანამონაწილეც იყო ამ ნათლისა და მადლისა. მას მეტად სწამს, მაგრამ რაშია მისი წარწმენა? სწამს, მაგრამ არ ემორჩილება. ანუ არ აქვს სინანული. ასევე ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სწამს ქრისტე და უარყოფს მის ქრისტეს ხსნელუნებებში, სწორედ ქრისტეს ხსნელუნებებში დაარსებულ წმინდა ეკლესიას მაცხოვნებელი საიდუმლოები და ყოველივე იმით წესგანგებით, რაც დაგვიწესა უფალმა თავის ეკლესიაში და ვიქადაგა და განარცო მოციქულთა და წმინდა მოწაფეთა მიერ, ამას ქართული ანდაზა ამბობს ასეთ რწმენაზე, ფიცი მწამს, ბოლო მაგვირვებს. ქრისტე მწამს ვამბობ და შენ სხეულს უარყოფ. იქნება ეს რწმენა, აი ადამიანი, რომელიც გეფიცებოდეს სიყვარულს და
გილანძღავდეს სხეულის ნაკვთებს, სიტყვაზე ჩავს, გვამს, ორგანოებს, შინაგანს, გარეგანს. რა თქმა უნდა, შენ ასეთ პატივისცემას არ მიიღებ. არც ქრისტე ღებულობს ასეთ სარწმუნოებას. მათ შორის ღვთიური სიყვარულის გამოვლინება იყო ის, რომ მოწაფეთა მიმართ მან ფერი იცვალა თაბორის მთაზე და თავისი დიდების ნაპირწყალი აჩვენა. და ეს არა მარტო მათთვის მოხდა, არამედ ეს მოხდა ჩვენთვისაც. გვახარებს, რომ ჩვენს უკეთო ქრისტეს მიერ დასახულ გზაზე ვივლით და ეს თავად ქრისტეა, როგორც თვითონ ამბობს, მაშინ ჩვენც ესევე თანამონაწილე გავხდებით იმ ნეტარებისა, რომლის თანაზე არის ერთხანს მიწიერი ცხოვრების ჟამს გახადა მწვერვალი მოციქულები და მერმე ყველა უკლებლივ შეიყვანა მისი მოწაფე, რომელთაც არც წამების, არც დევნის, არც იწრუების, არანაირი გაჭირვებისა თუ ტანჯვის გამო არ უარყვეს ქრისტე მაცხოვარი, მაგრამ ეს გვაძლიერებს ჩვენს 21 საუკუნის ქრისტიანებს. თუ ჩვენც არც მარჯვნივ გადავიხრებით სამეუფო გზიდან, რომელსაც მართლმადიდებლობა ჰქვია და არც მარცხნივ, ჩვენს თანაზიარი გავხდებით ჩვენი გარდაცვალების შემდგომ საუკუნო თუკუნისამდე ღვთიურ ნათელსა და დიდებაში. წაიკითხეთ საყვარელო წმინდანთა გამოცხადებები, თეოფანიები, რას აღწერენ, რას ამბობენ სამოთხეზე, რას ამბობენ ჯოჯოხეთზე და მე ხშირად გამისვავს ხაზი და ამჯერადაც ვიტყვი, ხომ საზარელია და საშინელია ჯოჯოხეთი ყველა მისი სატანჯველებით, სადაც ადამიანი გარდაცვალების შემდეგ 30 დღე არის. ხომ მხოლოდ 6 დღეა სამოთხეში და ხედავს ნახულობს რა სამოთხისეულ ნეტარებას, ჯოჯოხეთი არ აშინებს, არამედ აშინებს სამოთხის დაკარგვა. ადამიანმა გარდაცვალა ქრისტიანმა, რომელმაც ნახა ეს საზვერეთ საცავის, ანუ ეთეროვანი სამყარო, ეშმაკის საუფლო. ამიტომ უწოდეს პავლე მოციქულის სხვაგვარად ეშმაკებს ჰაერის მცველებს. მით სული რომ ეხავთ ისინი ჰაერში არიან და საზვერეებში და ცდილობენ სული გამოსტაცონ ანგელოზებს და ჯოჯოხეთში წარწმიდონ. როგორც ხშირად გვითხოვს მამათა მიერ, ჩვენი ტანჯვა და წარწმედა მათი სიხარული და ახტაცების საგანია. მაგრამ ესე იგი აღარც საზვერე აშინებს, რომელმაც სამოთხე ნახა, აღარ ჯოჯოხეთი. მხოლოდ იმას ტირის, იმიტომ რომ აგონდება თავისოდობ ისეთის, რასაც დედამიწაზე ვერ მოიგონებდა, ხშირად გვითქვამს და განიცდის ამ ყველაფერს და ხვდება განაჩენი თავად გამოაქვს სინდისის ქენჯნის მიხედვით და კეთილგონიერებით, რომელსაც დედამიწაზე ნაკლებად უხმოვდა, სულაც არ უხმოვდა. ხვდება რომ სამოთხეში ვერასდროს შევა. აი სწორედ ამას განიშნის ახლად გარდაცვლილი სული, რომ სამოთხეში არ არის ღირსი შევიდეს, არა ის რომ ჯოჯოხეთში უეჭველად მოხდება და საშინელი საზარელი სატანჯველი ელოდება. მე ხშირად მithქვამს გულის სიღრმეში და აღმომიძახია თქვენს წინაშე. მაინც რა არის ასეთი სამოთხე, რომ ჯოჯოხეთი ფერგთავდება მის წინაშე, ის სატანჯველები. რა არის? არათუ მე ცოდვილმა მღვდელმა, მწვერვალმა მოციქულების, ენების მოციქულმა, რომლის მსგავსი, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, აღარ იქნება დედამიწაზე ასეთი წმინდანი ქრისტეს მოსვლამდე, თვით პავლე, რომელიც სიცოცხლეში აიტაცა სამოთხეში, ოღონდ ისეთ თავდავიწყებაში ჩავარდა, როგორც პეტრე და ზებედესები თაბორის მწვერვალზე, როცა დიდება იხილეს უფლისა. ვიცი კაცი ესეო, რომელიც ატაცებული იქნება მესამე ცაში, ანუ სამოთხეში, ებრაელები მესამე ცას სამოთხეს უწოდებდნენ, მაგრამ არ ვიციო, ეს ხორცში მოხდა, ანუ სხეულთან ერთად, თუ სული ამოვიდა და სული იყო სამოთხეში. აი ცდილობს პავლე, რომელიც არის უდიდესი განათლების პატრონი, როგორც საერო გაგებით, ისე საეკლესიო. იმ დროის უცნობილეს მოძღვართან 12 წლიდან იზრდებოდა. გამოწვლილვით იცოდა წმინდა წერილი. იყო მჭევრმეტყველი. მისი ეპისტოლები წაიკითხეთ, რომ დარწმუნდეთ ამაში. იყო უდიდესი ღვთისმეტყველი, ღვთისმეტყველთა და მოციქულთა შორის. მაგრამ როდესაც ცდილობს გადმოსცეს ის ნათელი შთაბეჭდილებები, რაც მიიღო სამოთხეში, ვერ ახერხებს. თუმცა ენა უძლოა ადამიანის. ვერ ახერხებს. ვერც უძლო ენა შეეწევა ამაში. ვერც საერო განათლება, ანტიკური განათლება ქონდა ეს მის ეპისტოლეებში ჩანს. ციტატები მოაქვს სხვა ანტიკური მწერლებიდან, პოეტებიდან. ახლა ჩვენ რომ არა ვართ განათლებულები, ჩვენ ამას ვერ ვხვდებით, რომელია ეს. და ვერც ღვთისმეტყველებამ უშველა რამენაირად. და რა კი ვერ გამოთქვა, რა არის ის ენით გამოუთქმელი ნეტარება და სიხარული, ესღა თქვა. ეს ის არის მესამე განუსაზღვრელ პირში თქვა, რაც ადამიანის თვალს არ უნახავს, ყურს არ მისწვენია, გული ვერ გაიაზრებს, ანუ ძველ ქართულად ვერ გულისხმახობს. ესე იგი რა გვიტყვა ღმერთმა, ჩვენ ვითარცა პირუტყნი მოსნებით. ფუნეში და ტალახში თავს ბედნიერად გრძნობთ. და არა მარტო ბედნიერად გრძნობთ და უარყავით ღმერთით გაუცხობდით. ვემტერებით უფალს, ლანძღავთ, დავცინით, აბუჩათ ვიგდებთ აგერ ყბადაღებული სანახაობა, ეგრეთ წოდებული პარიზული ოლიმპიადის გახსნაზე. აბუჩათ აგდება დაცინვა, პაროდირება ქრისტესა და მის წმინდა საიდუმლოებსა, პირველ ყოვლისა ევქარისტიაზე, სიარებაზე.
და სხვადასხვაც. სიტყვამ შორს გადავსხორცნა. უпроსურად რო ვთქვათ, სამართლიანობისთვის უახლოეს უმოკლეს მომავალში გადავტყოს. ის, რასაც ჩვენ აღწერთ, მამათა მიერ თუ წმინდა წერილისა, ეს ძალზედ მალე იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა დაუახლოვდეთ ქრისტეს. უნდა მივეწებოთ მის წმინდა ეკლესიას, მის მისტიურ სხეულს, საიდუმლო სხეულს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება რომ გადაურჩეს ანტიქრისტესეულ სუნებებს. პირველ ყოვლისა ის არის მაცდური, მასში 12 წლიდან ეშმაკი იქნება ჩასახლებული. ის არის გასახიერება ამ მაცდურისა, თავად მაცდური. წარწმედიშვილი, უსჯულო იგი კაცი, როგორც პავლე მოციქული უწოდებს, უდიდეს სრუსასწაულებს მოახდენს. დაეუფლება რა მანამდე დასავლეთის სამყაროში რუსეთიდან გადასახლებული, დაეუფლება რა შავსა და თეთრ მაგიას. ჰაერში იფრენს. აიწევა ჰაერის ძველები ასევე. ეშმაკები ემორჩილებიან სატანა უბრძანებს სავის ანგელოზებს და მოემსახურებიან მას. მოჩვენებით სასაულებს მოახდენს. ჰაერში იფრენს და ასე შემდეგ. და არც არის მისთვის საჭირო გრავიტაციის კანონები დაიცვას. მაგრამ ეს მოხდება არაობიექტურად, არასინამდვილეში, არამედ მისგან მოხიბლული ადამიანების ავადმყოფურ წარმოსახვაში და საიდან იბუდებს ადამიანში ეს ავადმყოფური წარმოსახვები? სული წმინდის მადლს რომ განშორდება ადამიანი, ქრისტეს შემოქმედს რომ უარყოფს და დაიბეჭდება, ესე იგი მირონცხებით მინიჭებული მადლი ნათლისღებისას წაერთმევა მას. განუდგარა ღმერთს დარჩა ღვთის გარეშე და დარჩა ეშმაკის ანაბარა და მისი რჩეულისა ანტიქრისტესი. აი ასეთი ადამიანების გაბრიყვება მისთვის ძალზე დადვილი იქნება. იმიტომ რომ ფიზიკური ხედვის გარდა მათ არ ექნებათ არანაირი ხედვა. მაგალითად წმინდანებს აქვს სულიერი ხედვა. პავლე მოციქული ჩვენგან არ არის ხსენებული, აბოს ჩვენ აგვაქვს ქრისტიანებს, ქრისტეს მოწა გონება ქრისტესი. ქრისტეს გონება აღარ ექნება, არ ექნება სულიერი ხედვა. დაბრმობილი ექნება სულიერი თვალი. ამიტომ ამ ცარიელ ქვევრებში ანტიქრისტე რასაც ჩასახებს, იმას ამოძახებენ. რას ჩასახებს პირველ ყოვლისა? რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ქრისტე არ არის ღმერთი. ისინიც ამოძახებენ, რომ ქრისტე არ არის ღმერთი, შენ ახარ ღმერთი. და ამ ბეჭედზე, როგორც წმინდა ნილოს მირომდინარე ამბობს, ლაზერულად 4 წინადადება დაებეჭდებათ ადამიანებს. ეს ხორცელი თვალით არ ჩანს, მაგრამ შესაბამისი ტექნოლოგიებით გამოჩნდება. ეს იქნება აღემისებობის საშუალება იმ დროს და ასე შემდეგ აღარ მოვყვები რა. იდენტობა პიროვნების და სხვა. ამაში იქნება თავმოყრილი. ყველა ინფორმაცია აბსოლუტურად. ადამიანი დაბეჭდის შემდგომ იქცება ზომბად. მას პარალიზებული ექნება თავისუფლება, გონება დაბნელებული. ის იქნება მართვადი. მართვადი კოსმოსიდან, კომპიუტერული გზით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ანტიქრისტე მართავს დაბეჭდილ ადამიანებს. დაჩიპული ჩიპებით მართავს ადამიანებს. როდესაც მოციქულთან ნათქვამია, თუ არ ვცდები იუდა ისკარიოტელთან, რომ მთავარანგელოზ მიქაელსა და წითელ დრაკონს, ანუ ეშმაკს ბრძოლა ჰქონდათ ჰაერში, რას ნიშნავს? აი ამისთვის ჰქონდათ ბრძოლა. ეხლა კოსმოსურ ბადეს ქსოვენ სხვადასხვა სუპერ სახელმწიფოები, ძლიერი სახელმწიფოები, როგორც არის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და რამოდენიმე ქვეყანას აქვს კიდე თერმობირული იარაღი და ესევე კოსმოსური საშუალებები და ისინი ამ კოსმოსურ ქსოვაში, ასე ვთქვათ, მონაწილეობას ღებულობენ. ვინც დაიპყრობს ას, ანუ მოხსოს ბადეს მასზე, ის მართავს დედამიწაზე ადამიანებს. აი რატომ ხდება ეს ყველაფერი? თორე ადამიანი რო ოდნავ მაინც კეთილგონიერი იყოს, ამ აურაცხელი რაკეტების მიმოფრენანი იწვევენ დიდ პრობლემებს დედამიწაზე, სწორედ პირველ ყოვლისა. კერძოდ რა, წარმოიქმნება ოზონური ხვრელები, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე კილომეტრის დიამეტრის არის და იწვევენ ზოგან არაბუნებრივ სეტყვას, სადაც არ უნახია თოვლი და სეტყვა, მუშტის ოდენა მოდის სეტყვა იქ. არაბუნებრივად დგება ზამთარი, ზაფხული და როგორც წმინდა რუსი მამები წინასწარმეტყველებენ, დრო დადგება, რომ პეტრე-პავლობას დაიწყება ზამთარი. ზაფხულში დაიწყება ზამთარი. მერე ნახეთ საყვარელო ეკოლოგიური პრობლემები. სადღაც მიწისძვრებია, სადღაც წყალდიდობებია, რაიონები მიაქვს და ამაზე აღარ მინდა ბევრი გვისაუბრია, ვილაპარაკოთ. და ამ ყველაფერს ადამიანი ამზადებს საკუთარი უგუნურებით, ღვთისადმი გაუცხოებით და ანტიქრისტეს სულისკვეთების და მსოფლმხედველობის მიღებით. როგორ? როდის ვნახეთ მამაო, როდის ვეცით თაყვანი, როდის დაუჯერეთ, როდის მოусმინეთ? აი ეს ყველაფერი, რასაც იქმან ეკლესიის მტრები, ქრისტეს ეკლესიისა, ეს ყველაფერი არის მოთელვა კაცობრიობის. სამზადისი, მათ შორის ეს სანახაობაც თუ გნებოთ პარიზის ოლიმპიადაზე. ხო, ნაწილმა მაინც გამოთქვა აღშფოთება თვით ულტრა მემარჯვენეებმა, თვით ფსევდოლიბერალებმა, კათოლიკე პროტესტანტებს შორის და ასე შემდეგ. მაგრამ რა მოხდა? სანახაობა დაიდგა, ამას უყურეს.
ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. მაგალითი მომგცოცხალი რომ გაიგოთ რაზე ვლაპარაკობ. როდესაც ჩვენს რეალობაში დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო გამოსვლა ერთ-ერთმა გაზეთმა შანსმა. ეს იყო შანსი თქვენი გარყვნისა და კარგათაც გაგრყვნათ. არა მარტო შანსმა, ლექსივით გამოვიდა. მოკლედ, პირველად როდესაც დაიბეჭდა, მაგალითად, ქალი ქალს მაპატიეთ ბაგეს ვერ ვიტყვი, ასეთ ქალს ბაგეები სადაა, ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს. საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. აი თავად მეც ზვიად გამსახურდიას დაურეკე და უთხარი უნდა შეხვდეთ მეთქი ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. და მოვიპატიშე ეკლესიაში და თითქმის ყველგან ისმინებოდა, მე სახლში მაქვს ერთი ოთახი, სადაც არ ისმინება. და ვიყავით ჩვენ შევხვდით იქ, ამაზეც ეს გაზეთი წავიდე ვაჩვენე, აი როგორ ურყვნიან ახალგაზრდობას. მე რა მოხდა ამ პერიოდში? აი ეს რიტუალების სახლი რომ ააშენეს, გახსოვთ? პაროდირება ხდებოდა ქრისტეს საიდუმლოებაზე. მაგალითად, დირექტორი ეუბნება, რა თქინდა ეკლესიაში მონათლა, ისე მოგნათლა, რომ არანაკლები იქნება. და პაროდირება იყო ეკლესია, ჩვენ ხო ჯვარს ვკიდებთ ნაცვლად, ისინი მედალიონებს კიდებდნენ. დედა და ბავშვია გამოხატული. ესეც ღვთისმშობელსა და მაცხოვარზეა პაროდირება. ჯვარს ერდნენ თითქოს. აი ესეც არის მოსამზადებელი პერიოდი. პირველი რეაქცია იყო საშინელი. გაზეთ შანსე დღეს ეხიბებათ ეს რა არის? ჩამოდიან პედარასტები და ტრანსგენდერები და ხალხს მოუწოდებენ დაამხეთ ეროვნული ხელისუფლება და ჩვენ ვისაც დაგინიშნავთ გავლენის აგენტებს და უბრალოდ აგენტებს, რომელსაც ჩვენ ვასაზრდოებთ, ეხლა რასაც ვითომ დახმარებები შეუწყვეტს, ყველაფერი ტრანშები ფულის მათკენ მიდის, რომ მოახდინონ დამხობა ხელისუფლების თუ არჩევნების ზრდა. მაგრამ ქართული სიბრძნე ოდითგან ამოვიდა, საღლიყებს აი ეს ფსევდოლიბერალები ფარამიდის. ეს ფარა არის ქრისტეს სამწყსოსი. დღევანდელ სახარებაშიც ამოვიკითხეთ მათესაგან. უფალი მოგმართავს, ნუ გეშინია მცირესა მაგას სამწყსოსა. ჩემა მამამ სათნო გიჩნიათ, მოსაწონი ხართო, მე რა რომ ცოტა ხართ. მართლმადიდებლები ამ შემთხვევაში, მე რა რომ ცოტა ხართ. ჩემა ზეციურმა მამამ მოსაწონად მიგიჩნიათ და აგითქვათ ზეციური სასუფეველი. დანარჩენი არ მინდა ამ პანორამას გადავხედოთ, ამ კალეიდოსკოპს თანამედროვე მოვლენების რაც ხდება დედამიწაზე. მხოლოდ ვინცაც აქ ქრისტეს გონება და იცნობს წინასწარმეტყველებათა წიგნებს, უეჭველად დაასკვნის ჭეშმარიტად კარსარი მომდგარი დიდებით დაბრუნება უფლისა. მაგრამ მეორე მხრივ, როცა უფალმა აღვიწერა ეს საზარელი მოვლენები და ნიშნები, რა გითხრა? იცოდეთ, მაქალია მძიმე დროება იქნება, რომ ეს თქვენი სიხარულის დასაბამი არის, იმიტომ რომ მოახლოვდება ამ გზით ჩემი დედამიწაზე დაბრუნება. უკვე არა დამცრობისთვის, ჯვარცმისთვის, მოკიცხვისთვის, არამედ ძალითა და დიდებითა მამისაითა ანგელოსთა თანა მოვალს უფალი ჩვენი განშაც ცხოველთან, ძველ ქართულად ცოცხალთა და მკვდართა. და ეს ყველაფერიც, რაზეც მიმოვიხილეთ და მიმოვისაუბრეთ მეტნაკლებად, ყველაფერი მოიაზრებოდა თვითფერიცვალებაშიც. უფალმა დიდება იმადაჩვენა, რომ არ დაბრკოლებული იყო, როცა დამცრობილს ნახავდნენ ავაზათთა შორის შვარცმულს ქრისტეს. მაშას სამი უმწვერვალესი არჩია და აიყვანა მთაზე. პეტრე განასახიერებს ჭეშმარიტ რწმენას, იაკობი პირველ მოწამეა მოციქულთა შორის, იოანე მახარებელი სიყვარულისა. და ესენი მერმე მიბრუნდებიან და დანარჩენ დაბრკოლებულ მოწამეს, რომ შიშისათვის 5,000-ა პირველ დღეებში ქრისტეს ჯვარცმისა, მარკოზის დედის სახლში იყვნენ შეკრებილი და გარეთ გამოსვლასაც ვერ ბედავდნენ სიკვდილის შიშით. მათში აქ იგითხარით, ბევრი იყო ჯერ კიდევ ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური. მერმე და მერმე, როცა ღმერთმა თავისი წმინდა მოწაფეები განაბრძურას ევედრებოდნენ, უფალო, გამიყვანე ამ სოფლიდან. მათთვის სიკვდილი და მათ შორის და პიროყოლისა ქრისტესთვის სიკვდილი იყო სანატრელი. ჩვენ გვაშინებს, ჩვენ ნაკლებ მორწმუნეობის ანეგებ სულაც ურწმუნოების გამო. გალაქტიონეს არ იყოს სიკვდილი არ არის და გარდა ვარდისფერი გზისა სინამდვილეში ქრისტიანისთვის. თვითონ გალაქტიონიც იყო ღრმათმორწმუნე ადამიანი. ზოგმა ეს არ იცის, მოუწონს როგორც პოეტი და მე გარდა ამისა მომწონს როგორც ღრმათმცოდნე ჩვენი სარწმუნოებისა და მათ შორის ღვთისმეტყველებისა. რამოდენიმე ლექსი ღრმათ საღვთისმეტყველოა გალაქტიონ ტაბიძესა. საერთ გალაქტიონ ტაბიძე რა კი სიტყვა ჩამოვარდა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გენიალური პოეტია საქართველოში კი არა, მთელს დედამიწაზე და ყველა ეპოქასთან მიმართებაში. რუსთველზე რომ არაფერი ვსქვათ. რანი ვიყავით და როგორ ვაბარებთ სულს არაწმინდას, ანუ ეშმაკს. მოკლედ გამოირჩია, აიყვანა მწვერვალზე. რა არ შეიძლებოდა ფერიცვალებას ზეგანზე ქონოდა ადგილი ვაკეში, ამ მთის ფერდობზე. არა, აქ სწავლება ამოს წმინდა გრიგოლ პალამა. დაშვნენ, დაიღალენ, მეტად სულ მიმოდიოდნენ ფეხით, დაბებში, ქალაქებში, სოფლებში, უდაბნოებში, ურთულეს ადგილებშიც.
სადაც წყალი არ იყო, საჭმელი არ იყო, პაპანაკება სიცხეს არ ცხელი ქვეყანაა პალესტინა, ზამთარშიც კი ცხელა. და ჩვენ რო ჩავედით ქართველები 2000 წელს პატრიარქად თოვლი მოვიდა და გაიხუმრეს იქაურებმა ადგილობრივმა ქართველებმა თოვლი ჩამოგვიტანეთო. იშვიათად ხედავ თუ აქ თოვლს. და ასე შემდეგ გიორგობას დაემთხვა სხვათა შორის კაბადოკიაში და იქ უკვე საშობაოდ. ერთი სიტყვით ის რომ დაშრნენ დაიღალნენ, ჭვერვალზე ადიოდნენ, შემდეგ დაღამდა, განისვენეს. თორსა რომ დაეძინა დაგლებს, თუმცა უფალმა უთხრა რომ ეფხიზლად. უფალი რაღაც მანძილზე განშორდა და დადგა ლოცვად და სწორედ ლოცვის ჟამს იცვალა ფერი და გამოეცხადა ორი უდიდესი წინასწარმეტყველი, მოსე შვილისდებელი და ელია თესბელი. ესე იგი გრიგოლ პალამა განმარტავს, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? არ მარტო ფიზიკურად მოხდა ასე და ისტორიულად, არამედ ამით უფალი გვასწავლის იმისათვის, რომ ღვთიური დიდების მხილველი და თანაზიარი გახდეს, საჭიროა დაატოვო ამაოება ამ სოფლისა და ამაღლდეს სულიერად. მწვერვალზე ასვლა მაგას ნიშნავს. საჭიროა განმარტოება კაცთაგან, ანუ სულიერი სიმყუდროება, ნებების დაცხრომა და ლოცვა. აი ეს სამი პირობა არის უეჭველი წინა პირობა, რომ ღმერთის დიდება იხილო. და ისეთი დიდი ნათელი გამოვწყინდა მაცხოვრისგან, რომ პეტრეს და ზებედესებს გაეღვიძათ. რამ გააღვიძა არ იცოდნენ და მოსაზრებაც არ ქონდათ. იხილეს ენით აუწერელი ნათელი და ნათელი რა? სიყვარული იგრძნეს ენით აუწერელი, გამოუთქმელი, სითბო. აი წაიკითხეთ, რატო გთხოვთ ხოლმე, არა მარტო წმინდა წელი, კლინიკური სიკვდილის შემთხვევები აღწერილი. ხშირად მithქვას ნაგავში იქებებით სოციალურ ქსელებში და იმ ნაგავში კი ნუიქეკებით. აი ეს მარგალიტები ამოარჩია და წაიკითხეთ, რას ყვებიან არათუ ურწმუნო ადამიანები, სხვა რას წერის აფსარებლობის ან სულაც ათეისტები, რა იხილეს. ყველა აღწერს, რომ იქ ისეთი სიყვარული გამოდის და სინათლე მანათობელ არსებას უწოდებენ. იმიტომ რომ არ იცით ტერმინოლოგიას არ ფლობენ. არიან ქრისტიანები, რომ ესე იგი სიყვარულში ცურავ და თითქოს შენს გამოსცემ უკვე სიყვარულს. სულ სხვა განზომილებაში არიან. ვერ აღწერენ, ცდილობენ, ვერ აღწერენ. ბევრი წავიკითხე ასეთი, ჯერ კიდევ ადრეულ დულობაში კუბლეროსის ამერიკელი ფსიქიატრი ხალის გამოკვლევები 100 შემთხვევა კლინიკური სიკვდილების. დღესაც ძალიან ბევრს უსმენ სხვადასხვა პოზიორიც არის მათ შორის, რა თქმა უნდა და ესე შემდეგ. ყველაფერზე ლაპარაკობს გარდა იმისა, რაც უფრო საინტერესოა, რა განიცადა კლინიკური სიკვდილის. ზოგი ყვება ბიოგრაფიას, ამას იმას როგორ სოდავდა და ასე შემდეგ. და მე როგორ გახდა ღირსი ამისი და შემოbrunდა მაშინ ცნობიერება და სხვადასხვა. ყველა აღწერს ენით აუწერელი ისეთი დიდი სიყვარული გამოშვევეს მანათობელი არსებიდან, ანუ ქრისტე მაცხოვრისგან, რომელიც გვირაბის ბოლოში, ანუ საზვერეს ბოლოში ელოდება, რომელსაც მამამ როგორც ღმერთკაც ყოველივე მისცა და მათ შორის განჟა, ცხველთა და მკვდართა და სწორედ ეს ახარა პირველ ყოვლისა მარიამ მაგდალეს და მარიამ მაგდალელი მოციქული გაუხდა, მოციქულებს და ახარა ქრისტეს აღგომა და ის რაც ძალმოსილება მიიღო ღმერთკაცმა იესო ქრისტე, როგორც ღმერთს ყოველს ჰქონდა, როგორც კაცმა, რომელიც განკაცდა, ყოველივე მიიღო მამისაგან და პირველ ყოვლისა განჟა ცოცხალთა, ანუ მკვდართა ადამიანებზე აქ ლაპარაკი. ჩვენც ესევე თუ გსურს მას თანამონაწილენი გავხდეთ ღვთიური დიდებისა, უკვე დედამიწაზე უნდა გავისარჩოთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მე ხომ წამს და მოციქული ამბობს, რომ წმენით ცხონდება ადამიანი, მაგრამ სხვა მოციქულია ავსებს მის ნათქვამს და გიზუსტებს საყვარელო, ამას რატომღაც არ კითხულობ. ამ გულისხმაში არ მოდიხარ. წმენა მკვდარია საქმის გარეშე. გრიგოლ ღვთისმეტყველმა ასეთი ფორმულირება გაუკეთა ამ ჭეშმარიტებას. სამი რამ არის აუცილებელი, რომ გაცხოვნოს ღმერთმა. პირველი, კონდეს ღრმა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა. მეორე, არ კმარა გულში დაიმარხო ეს სარწმუნოება, არამედ უნდა იყო აღსარებელი. ჩვენ რომ საღდარში შევიკრიბეთ, ფერიცვალებას ვიგონებთ, უფალს თაყვანსებთ, ვუგალობთ, შენდობას ველოდებით, სანთელიავანთე, საკმეველი ვაკმეთ, წმინდა ზიარება მივიღეთ და ყველაფერი ეს აბსოლუტურად გამოხატავს ჩვენ შინაგან სარწმუნოებას. ესე იგი, მხოლოდ გულში გწამდეს არ კმარა, უნდა გამოავლინო. და რწმენა მკვდარია საქმის გარეშე, საქმეში უნდა ცხადყო შენი სარწმუნოება. მესამე, ეს უეჭველი პირობა ცხონების არის წმინდა და უბიწო ცხოვრება, რომელსაც იოანე ოქროპირმა ერთადერთი ჭეშმარიტი სიბრძნის მეტყველება, ანუ ფილოსოფოსობა უწოდა. საერთოდ ადრე ქრისტიანებს ფილოსოფოსებსაც უწოდნენ, ვინც წმინდა ცხოვრობდა, იმიტომ რომ ფილოსოფია ამაში მდგომარეობს. ზნეობრივად იყო წმინდა და თავშეკავებული. დღეს როგორი ქრისტიანები ვართ, ქართულად რომ მოვიშველიო დასავლური იმერული გამოთქვა, ყველის გვინდა, ბაბაც გვინდა. ქე გვინდა სასუფეველი, მაგრამ აქაც გვინდა ყველაფერი. არა, კულტურად როგორ ამბობ თქვენ? ასე არ ხდება. ორი კურდღლის მადევარი ქართლ-კახეთში ამბობენ, ვერცეც ვერ დაიჭერს. საჭიროა აქვე გავისარჯოთ მარხვითაც, ლოცვითაც, აღსარებით, ზიარებით, კეთილი საქმეების ქნით, პატიმართა მიხედვით, ავადმყოფების განსვენებით და სხვადასხვა. იმდენ უფალი რომ მოვა, ის არ გვეტყვის, რატომ არ წაიკითხე მაგალითად ყველა ტომი იოანე ოქროპირს, რომ უდიდესი მამაა, ის გვეტყვის, შიერი ვიყავი და არ მაჭამეთ. წყურვალს არ მასვით.
შიშველი არ შემოსეთ. პატიმარს არ მანგეშებით, ავადმყოფს არ განმისვენეთ. როდის უფალო, როდის მეტყვიან მე, ამბობს მაცხოვარი. ყველა ამათი სახით მე ვიყავი. ეს იყო თქვენი გამოსთა, რომელიც სამწუხაროდ თქვენ ვერ ჩააბარეთ. მაგრამ რომ უყურებ, აი მრევლის ერთი ნაწილი არის ფარისევლებად ჩამოყალიბებული. გარეგულად ყველაფერი იციან, მაევსაც კითხულობენ, ის ხშირად ეზიარებენ, დადიან აქ და სიყვარული არ აქვს. ყველაზე არსებითი ვერ მოუპოვებიათ. ყველამ სათნოებამ ეს უნდა მოგიტანოს. წმენამაც, სასუებამაც და ყველამ სიკეთემ უნდა მოგიტანოს ღვთიური ტრფიალება. და თუ ეს არა გაქვს, რვალი ხარ შღარუნა პავლე მოციქულის არ იყოს. ასე სატანასაც წამს და ძრწის კიდეც ამბობს სხვა მოციქული, მაგრამ ვერ ცხონდება უნანელობის გამო. იმიტომ რომ უნანელი ბოროტი სულია, გაბოროტებული სული. დღეს თქვენ სარწმუნოებას მინდა ტრაპეზად დაუგო წვიათაშვილის მამისა ჩვენისა ლუკა აღსარებლის მღვდელმთავრის ვოინო იესენეცკის ერთ-ერთი მოკლე და ჩინებული ღრმააზროვანი ქადაგება შესახებ ფერიცვალებისა, სადაც განსაკუთრებულად აქცენტს აკეთებს ეს წმინდა მამა იმაზე, რომ ქრისტემ კი ნათელი გამოგვიბწყინდა, იგია ნათელი ჭეშმარიტი, მაგრამ ჩვენ ამ ნათელს თანდათან შორდებით. არასდრო გადის, სულ უფრო და უფრო ვერ ვხედავთ ამ ნათელს და რატომ ვერ ვხედავთ? აი სწორედ ამას განმარტავს ეს მინდა მამა. არ დაგავიდეს რომ მან ეს სიტყვები თქვა მაშინ, როცა რუსულ იმპერიაში, ეგრეთ წოდებულ საბჭოთა კავშირში უკვე ათეისტური წყობა იყო დამყარებული, იდევნებოდა და ინგრეოდა ეკლესიები, მორწმუნე მრევლის გადასახლება, მღვდლების გაპარსვა, დამცირება, შეურაცხყოფა, დახვრეტაც კი და სხვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. და აი ესეთ ვითარებაში ამბობს ამ ქადაგებას და უყურებს, რომ ამ რევოლუციამ რა მოიტანა მის სამშობლოში. როგორც ერთ-ერთი რევოლუციონერი ბრონშტეინი ამბობდა, ტროცკი, ეს ფსევდონიმია მისი, ებრაელები იყვნენ ყველა, ვინც რევოლუცია მოახდინა, რა თქმა უნდა, ქრისტეს მტრები, ქრისტეს მკვლელები, როგორც ჟულის კანონი უწოდებს, მათ შორის მათი ბელადიც, ანტიქრისტეს ერთ-ერთი რქა, სხვანაირად რო ვთქვათ, როგორც ის ამბობდა ბრონშტეინი, ტროცკი, სისხლის გუბეებს დავაყენებთ სამეფო ოჯახის, თავადაზნაურობის, გლეხობის, მუშების. არავის არ დავინდობთ და ქრისტეს სიტყვებს ხმარობდნენ. ვინ ჩვენთან ერთად არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგ არის. ეს მაცხოვარმა თქვა და ისინი სათავისოდ ბევრი რამ აიღეს სახარებიდან, ოღონდ პაროდირებულად. მაგალითად, ცნობილი ლოზუნგი კომუნისტების ბოლშევიკების, ვინც არ მუშაობს, ის არ სჭამს. ამას პავლე მოციქული ამბობს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ამ ტერორისტულ გარემოში წარმოთქვა მან ეს ქადაგება. ბევრი მინიშნება და ყველაფერს გახსნილად ვერ იტყო და რა თქმა უნდა. ამ ქადაგებას უწოდა მან წინვალება დიდებისა მამისა. ესე იგი ქრისტე, რომელიც არის ზეციური მამის წინვალება. ეს სიტყვები აღებული აქვს წმინდა ლუკა აღსარებელს პავლე მოციქულის ერთ-ერთ ეპისტოლედან, სადაც იგი ამბობს, რომ ქრისტე ეს არის ხატი მამის, ანუ ზეციური მამის ხატი, გამოხატული ხატი და წინვალება მისი დიდებისა. ანუ თანაარსია მამისა, ერთარსია მამასთან. მეორე მხრივ ჰიპოსტასურობის თვალსაზრისით ზე პრობილია მამისაგან. აი ეს არის ამ პავლეს სიტყვებში გამოთქმული. მოკლედ ქრისტე როგორც ზეციური მამის წინვალება. როდესაც ერთხელ თომამ ნათანაელმა სხვებელთ რომ გვაჩვენე შენი მამა ზეციური და სავსებით საკმარისიაო და მან უთხრა, ვინც მე მიხილა, მან მამა იხილა. რატომ? იმიტომ რომ ქრისტე არის ხატი მამისა და წინვალება მისი დიდებისა. უფლისფერი ცვალების უდიდესი დღესასწაული საბაბს გვაძლევს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები გავიხსენოთ. უკეთ თუ არავიქნ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამ ჩემი. ესე იგი თუ მე მამის საქმეებს არ ვჩადე და მხოლოდ ჩემი საქმეები მაქვს, ნუ ირწმუნებ ჩემსას. უკეთ თუ ვიქმა დაღაცა თუ ჩემი არ აგრწამს, საქმენი გრწმენებთ, რათა სნა და უწყოდით რამე თუ მამაი ჩემი ჩემთან არის და მე მამისათანა. ან მართლაც, როდესაც სწავლთ მოქმედება იწყო ქადაგებასთან ერთად, ხალხში რა ხმა დაირხა. ერთნი ამბობდნენ, რომ ეს არ არის ღვთისგან, არის თვითმარქვია, ქრისტე მტყუარი, ვინ ეს ძირითადად ჩვენ იყვნენ წიგნობარ ფარისევლები, მღვდელმთავარი, მღვდლების დიდი ნაწილი. რომლის იყვნენ წიგნობარ ფარისევლები, სწორედ. მაგრამ ლიტვანი ხალხი, ალალე ხალხი, უბრალო ხალხი, თუნდაც გაუნათლებელი, ადვილად ცნობდა საქმეების მიხედვით მასში ღმერთს და ამბობდნენ, არავის, არასადა ისრაელში და გულისხმობდნენ წინა საუკუნეებს, დიდ წინასწარმეტყველებს, იერემიას, ესაიას, დანიელს, ეზეკიელს, 12 მცირე წინასწარმეტყველებს, პატრიარქეს აბრაამს, ისააკეს, არავის, არასადა მსგავსი სასწაულები არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგან ხსენებული და ბევრი ვერ ხსენებული წმინდანი ძველთა დროთაი იქნოდა სასწაულებს, მაგრამ შეუდარებელი იყო მათი სასწაულები იმასთან, რასაც ქრისტე იქნოდა. განსაკუთრებით ეს სიტყვის მკვდართა აღდგინებაზე. კი, ელიამაც აღადგინა მკვდარი ქვრივი დედაკაცის სახლში. კი,
კი, მაგრამ მან აღადგინა 4 დღე მკვდარ ყოფილი, რომელიც სამარეში იდო 4 დღე და მყროდაღა, როგორც ლუკა მახარებელი ამბობს. ისეთი უხვი იყო ეს სასწაულები, რომ უკვე აღარც კი სთხოვდნენ ქრისტეს, რომ განეკურნა ესა თუ ის ავადმყოფი, სულიერი თუ ფიზიკურად დაავადებული. არამედ მოჰქონდათო საკაცეებით ავადმყოფი და შეახებდნენ მას. ისეთი რწმენა იყო უბრალო ხალხში, უბრალოდ შეხებით იკურნებოდნენ ავადმყოფები. აი, სწორედ ამ ხალხიდან, უბრალო ხალხიდან, ალალი ხალხიდან გახდნენ მოწაფეები და პირველი სამწყსო ქრისტეს ვნებებში დაარსებული ეკლესიისა. კი, ბევრი ოცნებობს, ზოგი ლამობს, ზოგი სინდისის წინააღმდეგაც მიდის, სამშობლოსაც ძარცვავს, ყლეფავს, ხაზინას, ყველაფერი, ოღონდ გამდიდრდეს. მაგრამ მინდა ამათ შევახსენო, რომ სიმდიდრე დიდი გამოცდაა. სიმდიდრის არაკეთილგონიერად მოპოვება და მეტადრე გამოყენება არის უდიდესი ბოროტება. აი, უბრალოდ თქვენს გონებაში გაანალიზეთ, თუნდაც აქედან რომ წახვალთ, როგორ შეიძლება აი ესეთ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ავართ, სიმდიდრე რა გზებით შეიძინო, როგორ შეინარჩუნო, რომ არ ჩავარდე არც აპყრობილებში და არც განსასწელებში და არც ავაზაკი დაგეცეს და სხვა და როგორ გამოიყენო ეს, იმიტომ რომ ამდენი შორიანი თვალია შენზე მოპყრობილი. ესე იგი, სულ მოუსვენრობაში უნდა იყოს ადამიანი, სულ მოუსვენრობაში. დრისთვის, რაც ხვალ თუ დღეს, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი პოეტი ამბობს, თავად არიან. რაც შეიძლება მეტი მიწები შეიძინო, მეტი ქონება, სასახლე ვებერთელა, რომელშიც არ იცხოვრებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში იმხელა. რაში გჭირდებათ? გალაქტიონი მომაკონდა ისევ. თქვენ გენატრებათ ლოჯა პარტერი, თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი. მე ვინატრებდი ზღვას უნაპიროს და ზუსტად არ მახსოვს ერთგერ პაპიროს და ნავსო რა. ანუ რომანტიკულ განწყობას. სხვანაირად როგორც პოეტი ამბობს და გულისხმობს. სახარებას არ ვკითხულობ და პოეზიას კითხულობ, ვინ გაკითხულობს? რისი პოეზია, რა პოეზია, რა ლიტერატურა. სრულიად გაუნათლებელი საზოგადოება. ახალგაზრდობის მცირე ნაწილის გარეშე, რომელიც პირიქით ძალზედ განათლებული არის, მაგრამ საბედისწეროდ იძენს ამ განათლებას. ხშირად ამას უცხოეთში განათლება მიღებულები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იყენებენ. აი, თუნდაც ეს ფსევდოლიბერალები ავიღოთ. ყველა მათ ჩინებული სასწავლებლები უცხოეთში დამთავრებული, ჯერ კიდევ იქ არიან აგენტებად აყვანილები და დღეინდელად დღემდე უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ ქვეყანაში. რაზეა გულმოსული დასავლეთი ახლა? მოკლედ რომ ვთქვათ, იმაზე რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მონები. ჩვენ მოვცემთ ლუკმაპურს, თქვენ შეასრულებთ ჩვენს ნებას. მაგრამ ეს არის უღირსობა. ღირსეული ადამიანი არასდროს არ გახდება არავის მონა. პირიქით მოციქული ამბობს, ვინც ღმერთმა ძვირფასი სისხლით, თავისი სისხლით გამოგისყიდათ, მონაკაცისან უგახდება. აი ეს იყო მსოფლმხედველობა ჩვენი დიდებული წინაპრებისა. ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდით, თუ ამბობდა ვახტანგ გორგასალი. და რომელი ერთი მოვიგონოთ. ილია მართალი გადმოყურებს მამული ენას არტუნებას. შემოსასვლელში ტაძრისა დიდი პატრიარქი ჩვენი ამბროსი აღსარებელია, რომელსაც ჯალათებს, ბოლშევიკებს უღმერთუებს, ამ ძაღლებს უთხრა კრებაზე, როცა სასამართლო გამართეს. რაგიდა ჩემგან ჯალათებო, გულის საქართველოსია, სული ღმერთის, ლეში, სხეული თქვენი იყოს, უყავით რაც გინდათ და ვერ დახვრიტეს. აი ამათ უნდა მივხედოთ და არა საწოდავ ადამიანებს. ჯერ შეხედეთ გარეგნობით. ისინი არა მარტო სულით მახინჯები არიან, უდიდეს უმეტესობა ხორცითაც მახინჯები არიან. ეს რაღაცაზე მიუთითებს, რა თქმა უნდა. მოდით დავუბრუნდეთ წმინდა ლუკა აღსარებელს, რომელსაც მინდა უთხრა როგორც ჩვენს მოძღვარს და მეუფეს, რომ არანაკლებ თუ მეტად ბოროტი დრო არ დგას წმინდა მეუფეო დღეს და არა მარტო საქართველოში. აქედან გამომდინარე, კარგად გვესმის თვითოული თქვენი სიტყვისა, რასაც ბრძანებთ ამ ქადაგებაში, იმ საზარელ დროებაზე, რომელშიც მოგიწიათ მღვდელმთავრობა 20 წელი გადასახლებები შუა აზიაში და ციმბირში და მაინც ვერ გაგტეხეს. ერთი თხოვნა ჰქონდათ, ანაფორა გაეხადა და მსოფლიო მნიშვნელობის ქირურგი იყო, ჩირქოვანი ქირურგია მან დაარსა და ნებისმიერი საავადმყოფოს თავარ ექიმად დანიშნავდნენ. ამ მსოფლიო პატივსა და დიდებაში, თანამდებობაში მან არ გაცვალა წარვალი დიდება ქრისტე მაცხოვრის. ამიტომ არის ის დიდი და გარდა ამისა ის დიდი ღვთისმეტყველი და დიდი მქადაგებელიც არის. დიდნი და ურიცხვნი არიან, აგრძელებს წმინდა ლუკა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სასწაულები. ერთი სიტყვით მხოლოდ აღადგინა მან სინაგოგის მთავრის იაიროსის მკვდარი ქალიშვილი. ძე ნაინელი ქვრივისა ვაში და თვით ლაზარე 4 დღე რომ მიწვა სამარეში. ერთი სიტყვით დააცხრო ქარიშხალი და ვეება ტალღები გენესარეთის მის, რომელზეც მოციქულები შეშინებული დაემხნენ ნავში და თქვენ ვინ არსესე, არამედ თუ ქარნიცა დაემორჩილებიან მას. სტიქიონი, არა მარტო ბოროტის სულები, რომელთაც განასხავდა და ბრუნავდა ამის შედეგად. სტიქიები, ყოველივე ხილული და უხილავი
ემორჩილება ვინ არის ესე? ანუ თვითონ საქმებს და სასწაულებს მიჰყავდათ იმ დასკვნებს, რომ ეს არის ღმერთი, რადგან ადამიანს ამის გაკეთებაში არავის ვინც ყოფილა წინასწარმეტყველი, მამათთავარი თუ მართალი, არაფერი მსგავსი არ ჩაუდენია. ერთი სიტყვით დააცხრა მას უფალმა ქარიშხალი და ვება ტალღები გენესარეთის მისა და სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. 5 პურითა და 2 თევზით დააპურა 5000-ზე მეტი და არა უბრალოდ სასაული მოახდინა და დააპურა ბოლოს დააპურა ადამიანები, არამედ წინასწარ ალეგორიულ სიმბოლურად დასახა იმ ეკლესიის ის საიდუმლოებანი, რომელიც საკუთარ ხსენებებს ჯვარცმით გოლგოთას უნდა დააარსებინა. რაც გულისხმობს, პური არის სიმბოლური სახე ქრისტესი. თავად ამბობს ერთ კადაგებში, მე ვარ პური, რომელიც გარდამოვხეთ ზეცით. თევზიც ეს არის სიმბოლო ქრისტესი. ამიტომ როცა დევნა იყო და აშკარად ვერ მოხატავდნენ ხატებს თუ ეკლესიას, სიმბოლური ცხოველებით გამოხატავდნენ სხვა სათნოებას, ან მანკიერებას. მაგრამ ინდაური, რომელიც ამპარტავანია და სხვა ამპარტავნებას გამოხატავდა. ხუზა ხსნა არის, ქრისტეს სიმბოლო იყო. ასევე თევზი. თავად მღვდელის დღეს რომ მამა იოანეს ერთად უხვად გწერდით ჯვარს, ბერძნული სიტყვის ანაგრამები უნდა გამოხატოს ვიდრე დაღწერ ჯვარს. გამოიხატება ბერძნული სიტყვა იხთიოს, თევზი ანაგრამებით. ესე იგი, მამა იოანე და საცუდავი არჩილიკი არ გაკურთხებდა თუნდაც ამ წირვაზე. თავად იხთიოს, თევზი, ღვთიური, ქრისტე მაცხოვარი გაკურთხებდა. ვინა ვარ ჩვენ? უხმარი და უღირსი მონები ვართ ქრისტეს. იოანეც მეს და ნებისმიერი ღვთისმსახური მაღალი თუ დაბალი. და აბა წაიკითხეთ ეპისტოლეები როგორ იწყება. მე მონა ღვთისა პავლე, მე მონა ღვთისა პეტრე. ჩვენ ისეთი დაკნილებული ქრისტიანები ვართ, რომ ენა ვერ მიბრუნდება ხეირიანად, გამოვთქვა რომ მე ვარ მონა ღვთისა. საძაგელი ვარ ღვთის თვალში. მატლიც არა ვარ მის წინაშე. და ძალიან მიკვირს გულითა და დგეუბნებით, აი დღესაც მაგალითად ეს განცდები მქონდა წირვის განმავლობაში, რომ მე ვარ მღვდელი. ასეთი საძაგელი ადამიანი. ჩემთვის ეს არის დიდი სასწაული. ეს არის უშუალო სასწაული, რომელიც მე უფალმა მომიხდინა. ისე რომ როცა მორწმუნე გახდი, მომიყოლია თავს არ შეგაწეთ, ავტობიოგრაფიულ რომანში დაგიწერეთ, არა იმიტომ რომ თავი რაღაცას მივაჩნიეთ, ამ გზითაც რომ მესწავლებინა ზოგი რა, გზა ქრისტესკენ, რა გზა განვლე მე თავად ქრისტესკენ. და დიდება მხოლოდ უფალ შეშველის, ვამბობ კიდევ ერთხელ, ჩემს თავსა და თვითონ ჩვენთაგანზე ვიტყოდი. ეს მისი მადლით, მისი ნებით ხდება, კი არ დაიმსახურე, წყალობა მიიღე ღვთისაგან. ასე უნდა იფიქრო, რადგან ჩვენ თვითონ ჩვენთაგანს არცა ერთი რაი ძალგვეც. ბოროტება ჩვენი მოგონილია თითქოს. ისეთი გაწვრთნილები ვართ ბოროტებაში. სიკეთის გაკეთება იოტისოდენა საკუთარი თავით არ შემიძლია. ჩვენ ვახსენეთ რომ მოციქულებმა დაიძინეს ვერიფხიზლეს თაბორის თაზე. ერთ-ერთმა მორწმუნემ ფილოლოგი არის. ეხლა უკვე ღრმათასაკოვანი ადამიანი მითხრა რომ ეს რანაირი ადამიანები შეარჩია მოწაფეთან მოციქულებად რომ მაცხოვარმა აიყვანა თაბორის თაზეო სასაული უნდა ენახა და დაიძინესო. მე არ დავიძინებდიოდ. მე უთხარი კეთილი მეთქი, ხო ხარ ასეთი თავდაჯერებული. მოდი მაშინ ხვალ ამოდი ჩემთან ტაძარში და მომიყევი ღამე როგორ გეძინა, ფერად სიზბრებს თუ ნახავთ. არო, მე მთელი ღამე ლოცვა დავდგები, სახარებას ვიკითხავ, არ დავიძინებ. ისევ რა გითხარით. 1-2 საათი იფხიზლა მეტნაკლებად და მე გაუხდელი გადაეშვა ძილში თავით. და დილით რომ მოვიდა, იყო ქედადრეკილი. მითხარი მეთქი, შენ რომ მთელი ღამე უნდა გეთია აქ, უფლის სახელით, უფლის სახარებით, უფლისადმი ლოცვით. ამიტომ ნუ განიკითხა მოციქულებს. მათში ჯერ კიდევ ბევრი იყო ადამიანური. და როცა განიბრძვნენ და განმტკიცდნენ სულთმოფენობით, საკუთარი სული ყველაზე ტკბილი და ძვირფასის კი შესწირეს უფალს და დამეთახმა. ცოდნა აპარტავნებს ფილოლოგს გულისხმობს, სიყვარული აღაშენებს. სიყვარული არ ქონდა და ერთგვარი ცოდნა თორე რა ცოდნა მაქვს. პავლე მოციქული ამბობს, მე რამდენად მომყავს მისი სახელი. ჩვენ მხოლოდ ვინ ჩვენ მოციქულებმაო, ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ წინასწარმეტყველად. თუ პავლე, რომელიც ღვთისმეტყველების მწვერვალია და მის ეპისტოლეებს ბოლოს და ბოლოს ეკლესია მეორე სახარებას, ამაზე დიდი ავტორიტეტი სახარებაზე არ არსებობს, უწოდებს. ჩვენ რა უნდა ვთქვათ? ჩვენ საერთოდ არაფერი არ ვიცით. იმიტომ რომ რაც ვიცით, სულ ეჭვებში ვართ. ასეა თუ არა სინამდვილეში და ასე შემდეგ. მას ესე იგი 5 პური და 2 თევზი რომ ვახსენეთ, ქრისტეს სახელის გაელვება 5 + 2 არის 7. ქრისტეს ეკლესიის 7 საიდუმლოებაზეა წინასწარმეტყვი. რატომ სწორი რა 6 პური რა ვერ მოახდენდა გამრავლებას, ვერ დააპურებდა, მაგრამ ქრისტე მარტო ხორცელად კი არ აპურებდა ადამიანებს, სულიერადაც ამზადებდა თავის ეკლესიას. არა მარტო თავის ხსნელუნებებში, არამედ სიმბოლურ ალეგორიულ. დღესაც
როდესაც წირვა ჩატარდა აქ და ნებისმიერ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რაც მოვიმოქმედეთ, რაც სიტყვით არ ვთქვით და მოქმედებით აღვასრულეთ, ყველაფერი ეს სიმბოლიკის ენაზე და ალეგორიულად ქადაგებდა ქრისტეს. აი კვეთი და პროსკომიდიდა რომ დავიწყოთ. ესაიას სიტყვებია მოტანილი, როცა კვეთავს რასაც უნდა იმას კი არ იტყვის, ხდელი მკაცრად არის განსაზღვრული ტიპოს ნიმუშს ნიშნავს, ნიმუშით კონდაკით რა სიტყვები უნდა თქვას, რა მოქმედება, ზედმეტი რომ არაფერი ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, სიტყვა არ უნდა თქვას, თუ დაეჭდა რომ არასდროს თქვა, უკან უნდა დაბრუნდეს რაღაც სულიწმიდა არის გადაჭრეს გადამოსვლა. ხედავ, რა მძიმეა თქვენთვის ჰარი ჰარალოთ უყურებ და ასე არ არის სინამდვილეში. და ესე იგი დაწყებული ქრისტეს შობიდან მთელი წირვის განმავლობაში, წირვის სხვადასხვა მონაკვეთებში იქადაგება ქრისტეს ცხოვრება, სასწაულები და სწავლება თავად სახარება და აღესრულება უდიდესი სასწაული, სასწაულთა სასწაული, რაც ქრისტემ აღასრულა და რასაც დასცინეს პარიზის ოლიმპიადაზე, წმინდა ევქარისტიის საიდუმლოება, როცა წინადაგების პური, რომელიც იკვეთება სამკვეთლო, იმიტომ ქვიან იმ ადგილს და კვეთა ლიტურგიის ამ პირველ ნაწილს, როცა იქ იკვეთება წმინდა ტარიგი და წმინდანთა ცხრადასე ამოიღება ცოცხალზე მიცვალებულ პატრიარქს ერზე ეკლესიასი და ასე შემდეგ, იქ ურთხება მხოლოდ როგორც ესეთი, მაგრამ გარდასახვა ნაკურთი პურისა და სისხლისფერი ღვინის ხდება მთელი წირვის მოქმედებით და განმავლობაში სიმბოლიზმით, ალეგორიზმით, ჰიმნებით, საგალობლებით, სახარებით, სამოციქულით და ყველაფერი რაიც არის ლიტურგიას და მერმე როცა დიდი გამოსვლით ეს განასახიერებს ქრისტეს მსვლელობას გოლგოთისკენ ჯვარმოკიდებული რომ არის. უპირატესი მღვდელი მაცხოვარს განასახიერებს. ახლა წეღან დიაკონს წირვაში უთხარი რომ მეუფეთ უნდა მოიხსენიო მეთქი. ხომ იცი რატომ მეთქი? კიო მითხრა. იმიტომ რომ მღვდელი ლიტურგიაზე ნებისმიერი მღვდელი რომელიც ჟულისმიერად არის ნაკურთხი მღვდლად ქრისტეს განასახიერებს წირვაზე. მაშინაც როცა ჯვარი მოაქვს. მერმე როდესაც შეჩერდება აღსავლის კართან ეს 64-ის კარია ჯვარს გამოსახავს. თავის ჯვარს მას მოასავებს უფალი. მერმე წინადაგების ზღვენით წმინდა ტრაპეზი რომელიც საფლავს განასახიერებს და იმავე დროს ტრაპეზს განასახიერებს საიდუმლოსერობისა და ასვენებს წმინდა წვეს და გარკვეულ მოქმედებებს აღასრულებს ლოცვებს და ბოლოს სულიწმინდის მოწვევით ხდება ეს იდუმალი გარდასახვა წინადაგების ზღვენის, ანუ ნაკურთი პურისა და სისხლისფერი ღვინისა ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცად და სისხლად. ეს არის უდიდესი სასწაული. ეს არის უდიდესი სასწაული. ხდება კი სასწაული. აი ესე დაეჭდა ერთ-ერთი მღვდელი რომის ეკლესიაში, მაშინ რომაელები ჯერ კიდევ მართლმადიდებლები იყვნენ. იტალიაში, კერძოდ ესე იგი თუ არ ვცდები, ქალაქ ვენეციაში მსახურობდა ერთ-ერთ ტაძარში და რა ვიციო მე მართლა ხდებაო, გარდასახვაო და აი ამ სიტყვებს როცა ის გონებაში ივლებდა, დახედა წმინდა წვენს და რომელიც უკვე გარდასახული იყო და დაინახა ადამიანის ხორცი და სისხლი. არა პური დაღვინო, არამედ ხორცი და სისხლი. დიდი ჟულის კანონის განსაზღვრებით მღვდელი რომელიც დაეჭვდება ამ უდიდეს საიდუმლოებაში, მღვდლობიდან უნდა იყოს განყენებული და აღარასდროს არ წიროს. წარმოგიდგენია თქვენ ახლა ცოდვაა და თავად ეს ზიარება წმინდა ქვაზე ეკლესიაში იყო ერთი ადგილი წმინდა ქვა ერქვა, სადაც წვავდნენ ამალი წამწამი ჩავარდა ქრისტეს სისხლში. ადამიანს წამწამის გადაყოლება არ შეუძლია, შეიძლება ბაბათად გულისრება დაემართოს და ზიარებაც ამორღუნას და ესე ამიტომ აი ეს სისხლში ამოვლებული წამწამი თუ თქვა რა ჩავარდა ან მატერიის ნაწილი თქვა სამოსლიდან ძაფი უნდა დაიწვას წმინდა ქვაზე და მდინარეში უნდა ჩაუშვან, მაგრამ ამ ხრივაც ცოტა რთულ მდგომარეობაში ვარ. არც ერთ ეკლესიაში არ არის წმინდა ადგილი. ჩვენ რაღაცას ვახერხებთ, იმიტომ რომ აღმებეჭდა ღვთისმოშიშებით რომ ეს აუცილებელია ასე გაკეთდეს. მაგრამ ანტიოქიის ეკლესიაში მიწაში მარხავენ ასეთ შემთხვევაში. ერთი ადგილია გამოყოფილი, სადაც მხოლოდ ეს სიწმინდე იმართება. ჩვენთან მდინარეში ბევრგან არცადაც არ უშვებენ, ის უნდა დაიწვას მერე მდინარეში. როგორ ჩაუშვათ ყვარში, რომელშიც ჩადის ფეკალური მასები, შარდი, უკაცრავად, განავალი, ქიმიური წარმოების ნარჩენები და ასე შემდეგ. როგორ მოვიქცეთ? ამაზე მე მრევლთან ერთად კი არ უნდა მსჯელობდნენ. მღვდელმთავრები წმინდა სინოდზე უნდა მსჯელობდნენ. მაქვს ფიქრი, რამოდენიმე საკითხი მსგავსი, რომელიც ჩემს სამღვდელო ძალაუფლებას აღემატება, დავწერო, ჩამოვაყალიბო და მის უწმინდესობას და წმინდა სინოდს გადავცემ, რომ განიხილონ, იმიტომ რომ მე და მამა იონე თუ გიორგი ჩვენ დონეზე ამას ვერ გადავწყვეტავთ. არა გვაქვს ასეთი ძალაუფლება საეკლესიო. ეს ძალაუფლება მისცა მხოლოდ ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსებს აქვთ იგივე ძალაუფლება თითოეულს, როგორც ჰქონდათ მოციქულებს. ისინი არიან მოციქულთა სორნი. გახსნისა და შეკვრის მადლსა და ყოველივეს ჩვენ მღვდელმთავრებისგან, ეპისკოპოსებისგან ვიღებთ მღვდლები და დიაკონები.
თავითვისით ჩვენ ეს არ შეგვიძლია. მოკლედ ჩვენი გადაუხვიეთ და გავაღრმავეთ სიტყვა, რომ არა მარტო აპურებდა, არამედ სულიერადაც აპურებდა და ასწავლიდა, უფრო მეტიც საუკუნებით ადრე მოასწავებდა და რაღაცა დროით ადრე მოასწავებდა თავის საიდუმლოებებს და იმას ყოველივეს, რაც უნდა მომხდარიყო დედამიწაზე მი ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე. ამას გარდა ყოველდღიურად კურნავდა სხვადასხვა ფერაცნეულ და ეშმაკებს განასხამდა შეპყრობილთაგან. ბრმათა მხედველობას უბრუნებდა და ყუთასმენას თავისი მხოლოდ ერთი შეხებით. არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდექით და გაუწყეთ ამბობს პეტრე, თქვენ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზალი და მოსვლაი, არამედ თვითმხილველ ვიქმნით მისა მის დიდებულებისა. ჩვენ ზღაპრებს კი არ გიყვებით, თუნდაც ბრძნულად და ბრძნულ ზღაპრებს. ჩვენ იმას გადმოგცემთ ამ მოძღვრების სახით, რისი მხილველი თავად ვიყავით უშუალოდ და მონაწილენიც კი. აი თუნდაც ფერიცვალებისა. არ იყო განა რამდენადმე მონაწილე თანაზიარი პეტრე მოციქული და ძმების ებედესები და მათ რომ ასწავლიდა და ისინი რომ განსწავლა ამით თუნდაც 20 საუკუნის შემდგომ 21 საუკუნის ქრისტიანებს ამ შემთხვევაში თუნდაც ჩემ ცოდვილის გზით გასწავლით თქვენ ამ საუკუნის მორწმუნეებს. ქრისტე გუშინდა უკუნისამდე იგივეა. არ იცვლება არც მისი მოძღვრები. ქრისტეს მოძღვრების შეცვლა ეს არის მწვალებლობა, ეს არის წარწმედა სულისა. აპოკალიფსი რა სიტყვებით თავდება საყვარელო? ვინც წინასწარმეტყველების ამ სიტყვებს რაიმეს დაამატებს ადამიანურად, თუნდაც ადამიანური სიბრძნით ან დააკლებს, წყევა გამოთქმული. დააკლდესო ჯვარი პატიოსნის მადლი და ზეციური იერუსალიმის. რაც ნიშნავს ეს? წყევა, შეჩვენება, წარწმდესო ესეთი ადამიანი. ამიტომ ვამბობთ, რომ მწვალებლები წარწმდებიან, კათოლიკები, პროტესტანტები ახლა წარმართებზე აღარას ვამბობთ, საერთოდ არ იცნობენ ღმერთს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ არ ვიცხოვრეთ წმინდად, მართლმადიდებლები, რომლებიც არა ვართ მწვალებლები, არ ჩვენ არ ვცხონდებით. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს ყველას. შინაგანი ჭეშმარიტი რწმენა მართლმადიდებლობითი, აღსარებლობა და ერთგულობა თუნდაც მოწამეობამდე ამ რწმენისა, წმიდა და უბიწეს ცხოვრება. აი ეს სამი რამ, რაც აუცილებელია ჩვენი ცხონებისათვის. მას ამბობს ამ სიტყვებს პეტრე თავის ეპისტოლეში ფერიცვალების მოწმე წმინდა პეტრე მოციქული. გამოუწყინდა თაბორის თიდან სოფელსა ღვთიური ნათელი, არამედ თუ იგი არ წინვალება მანის დიდებისა. ქრისტეზეა ლაპარაკი. ეს უკვე პავლეს სიტყვებია ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან. ესე იგი მამის დიდებიდან გამოფწინდა ქრისტე მაცხოვარი. ამჟამად კი ასეთი კაშკაშაა ქრისტეს ნათელი, როგორც იყო თაბორის მთაზე მას ჟამსაშინა, ასე რომ ანათებდა, კითხულობს წმინდა ლუკა. ვაგლახ პასუხობს თავადვე. მრავალ თათვის ის სავსებით არ ანათებს. წარმოგიდგენიათ, ქრისტე, რომელიც არის მამის ხატი და მისი დიდების წინვალება, ქრისტე არ ანათებს. ვისთვის? ადამიანები რწმენას კარგავენ და წუხილით აღიარებენ, რომ მათ სულში ქრისტეს ნათელი ქრება. ამ სოფლიური სიამტკბილობანი ჩრდილავენ ქრისტეს ნათელს. უფალმა გარკვევით გითხრა, ორი უფლის მონება ქრისტესი და მამონასი არ იქნება, მამონას სიმდიდრის კეპია, ეგრეთ წოდებული ღმერთი წარმართობაში. ესე იგი არ შეიძლება ქრისტეს მოწაფე იყო და იმავე დროს მამონას სევდეთ აყვანს. ამ პირუკო. ან ერთს მეტად შეიყვარებს ამბობს მაცხვარი, მეორეს მოიწურებს ამ პირიქით. აკი გითხარით, ჩვენ ძალიან იშვიათი სახეობის ქრისტიანები ვართ 21 საუკუნეში. ყველიც გვინდა, პაპაც გვინდა. საზუფეველში გვინდა რომ მოხვდეთ, მაგრამ არც არაფერს გვინდა დავაკლდეთ მიწიური სიხარულებიდან. უკანასკნელი წამოკივლების მოდაზე ვიცმებ თუ ვიხდით, აღარ ვიცი რა დავარქვი, იმიტომ რომ ჩაცმულობა ნამდვილად არ არის ეს. ტატუირებული ეგრეთ წოდებული ეკლესიური მორწმუნეების მინახია. მარიხუანას ეწევიან, თამბაქოს ეკლესიაში ზიარების შემდეგ. ასეთებიც არიან. საერთოდ ეს საკითხებიც მე და თქვენ კი არ უნდა განვიხილოთ, თუნდაც ინკოგნიტო და ზოგადად ამაზე უნდა იმჟელონ მღვდელმთავრებმა. იცით რა, ზოგიერთები ამბობენ, მათ შორის 21 საუკუნეა, რა დროს ეს არის, კიდე კაი რაღაცნაირად წამს. არა. ასე რომ მეფიქრა ჩვენ სინაგრე თუნდაც ლუკა აღსარებელ ხსენება არ იქნებოდა დღეს ქრისტიანებისა ქრისტიანობა როგორც აღარ იქნებოდა და შეიძლება რაც ისტორიებში ყოფილიყო დამახინჯებულად შეშენილი შენი ეცადე საყვარელო და ღმერთი ამ ცდელობასაც დაგიფასებს მალმა ვარ შეგეძლოთ მოკლედ გეთქვათ ფერიცვალე თუნდაც შესავალში რაც საკმარისი იყო და წასულიყავი დღეს დევზით ხსნილია ღვინით ხსნილია ზეთით ხსნილია არა ასეთი აღზრდა არ მაქვს, ასეთი ბუნება არ მაქვს, ასეთი ხასე, ასეთი ჩამოვყალიბდი და 1000 მადლობა ჩემს შობლებს. დიდი წვლილია ჩემს რაც გულისხმობ, მე რაღაც დიდი ადამიანი კარგონეთა მიმაჩვიეს, რომ საქმე ზერელეთ არასდროს არ ვაკეთო. გადაწყვიტე რა გინდა, გადაწყვიტე რა უნდა ილაპარაკო, მაგრამ თუ გადაწყვიტავ, აღასრულე სავსებით. ესე არა, მამალმა რო თქვა, მე ვიყივლებ და თუნდ გათენდეს და თუნდ არაო. არ არის ეს სწორი მიდგომა. ეს არის ზერელობა. მე ვერ წარმომიდგენია რომ ღვთისმშობელი მარიამი, წმინდა ლუკა, მოციქულები თუ ნებისმიერი წმინდანი ზერელე ყოფილიყო და ზედაპირული. თქვენ წარმოგიდგენიათ? არც ერთ შემთხვევაში.
იოანე ოქროპირი მსოფლიო მამა და მასწავლებელი ეს ქრისტიანი ყოველივეში უნდა ამჟღავნებდეს რომ ის ქრისტიანია საუბრის მანერაშიც ჭამის დროსაც ქუჩაში გასვლის დროსაც ჩაცმულობით ვარცხნილობით სამოსელით ამიტომ თქვა მამა გაბრიელმა რომ ბოლო დროს შიშვლები რომ მივლიანო მაგით გავიგეთ ვინ არის ქრისტიანი და ვინ არ არის ქრისტიანიო იმიტომ რომ ღვთისმოშიში მართლმადიდებელი ამ ბოზანდარების მოდაზე არ გაიხდის უნდა მეთქვა ჩაისვევს მეთქი და რას იცვა ყველაფერს იხდიან და თავიანთ ეგრეთვე სამშვენისებს გამოფენე ხოლმე აი ეგ არის თქვენი სახარება ზოგიერთი თქვენთაგანის არა ის სახარება რომელიც უფალმა ჩვენმა მოგვიტანა დედამიწაზე დაეწაფეთ სადმე გიყვანთ ყველა ამ გზით ადამიანობის დაცემულობიდან და ღვთისადმი გაუცხოებიდან მოიყვანს საბოლოოდ ანტიქრისტეს და თქვენ მიგიყვანთ და ჩაგაბარებთ ანტიქრისტეს მამა გაბრიელიც ამბობდა ბოლო ჟამს ბუდლების ნაწილზე ამბობდა რომ თავად მიიღებენ პირველები ამ ბეჭედს და იტყვიან ძალიანაც კომფორტულია. აი მაგალითად ახლა სასტელ კურდღლებზე ადამიანებზე ექსპერიმენტები ხო ცხოველებს არ ტარდება არც კოვიდის სახით არც სხვა. გილოცავთ მაიმუნის დაავადებას გვიმზადებენ აფრიკიდან. და პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპმაც კითხვა რომ ეს კოვიდისტებს არ გაგივართ ამჯერად დაგვამწყურებთ სახლებში და არჩევნები როგორც გინდა წარმართოთ. მიხვდა როდის ანაცვლებენ ხოლმე რა თქვენ დაუკვირდით რა როგორი სიბრძნეა. ძენი წარწმედისანი ამბობს მოციქული უგონიერეს არიან ზეთანათლისათა. როგორ გააბრიყვენ ადამიანები. აღარ მინდა ყველაფერზე ხომ ვერ ვილაპარაკებ ბოლოს და ბოლოს. ესე იგი, ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ საბოლოოდ დატოვოს ღმერთი ეკლესია და გადაეშვას მორევში და ნიაღვარში ვნებებისა, ხორციელი სიამოვნებებისა. მაგრამ მე ძალიან ცუდად მთავრდება ცხოვრება. ამერიკულია მოდაში, მისი მომძლავრების ქვეშ ვართ, მათ შორის ქართველების. კი, მოკლედ თავი ვანებოთ ამ ყველაფერს. დღესავით ნათელია ყველაფერი და ვინ არის და ვის რა უნდა. უბრალოდ მეტირება რა, ალალად ვამბობ, როგორც ადამიანი, როგორც ქართველი, რომელსაც მიყვარს ქართველობა, მიყვარს ჩემი სამშობლო, როგორც მღვდელი მიყვარს ქრისტიანობა, მიყვარს ქრისტეს ეკლესია. ერთი დღე არ მომყოფოს ეკლესია, არც თქვენ ეკლესიის გარეშე. ეხლა რომ სიბერე უკვე მიახლოვდება, უფრო გამიხშირდა ფიქრი, აი ღმერთს ხომ გულის ვერ ბედავ, ხმამაღლა უთხრა ხმამაღლა გამოვთქვა, ეხლა რომ უფალო მეთქი, ისი არ დავსნეულდე რომ ვერ მივიდე ტაძარში. მაგრამ თქვენ მეტყვით, ვარფერია მამაო, თამამად მეტყვი ზოგიერთი განათლებული რომ მღვდელი მოვა სამაგიერო თქვენ ხომ მიდიოდით, ავადმყოფებთან და გაზიარებთ. იოანე ოქროპირი ამბობს, ჩვენი სახლი რა თქმა უნდა ესეც მცირე ეკლესია, მაგრამ მცირე ეკლესია დიდ ეკლესიას ვერასდროს ვერ შეცვლისო. და სავსებით ვიზიარებ იოანე ოქროპირი. ამიტომ ღმერთს ამთხოვ, როგორც იქნება სახსრების გენეტიკური დაავადება მაქვს თუ შაქარია თუ რაც არ უნდა იყოს, თუნდაც ფორთხვით და გაჭირვებით მივდიოდე ეკლესიაში. ეს ჩემთვის ყველაფერია. ეს ჩემი ცხოვრების წესია, ეს ჩემი მსოფლმხედველობა. ეს არ არის რომელიღაც დაწესებულება სადაც შეიძლება შევიდე როგორც მღვდელი და კაბელი გადავაბრუნო, რომ ვალი მოიხადო სამშობლოს წინაშე როგორც თქვენ ამბობთ ირონიით. და ყველას ეს დანატრა და სურვილი უნდა გქონდეს. მე ვერ წარმოვიდგენ რა უნდა ვაკეთო და როგორი უნდა კი ფიქრებით სახლში სროვალე ისევ ეკლესიაში ვარ გულახდილად რო გითხრათ ძირითადში ამ თარგმნი ან ლოცულობ ან ფიქრობ და ან განსაცდელებში ვარ და ესეც მეხმარება ღმერთთან უფრო ახლო ვიყო. სხვები ამბობენ არ მინდა არ გინდა ეხლა მე ვთარგმნე 2 დღის წინ ძალიან კარგი მოკლე დარიგება პროლოგია ესეთი კრებული წელიწადის ყოველი დროის დარიგება შეტანილი გადაწყვეტე შვიდაც გვერდამდე რომ ქართულად თარგმნო და გამოვცე თქვენი სარგებლობისთვის პირველი დარიგება რატომ უშვებს ღმერთი რომ ადამიანები ავადდებიან ქრისტიანებზეა ლაპარაკი არა მარტო სულით არამედ ხორციელათაც ჩინებული განმარტება და პატერიკული მოთხრობებიდან 2-3 მაგალითია მოყვანილი დასამოწმებლად იმ ღაღადისისა რომელიც გამოთქმულია მასში ეგ ცოტა მოგვიანებით თუ ღმერთმა მშვიდობით ვამყოფა ეხლა 4 შაბათს ან მაგაზე მექნება ღვთისმშობლის დაუჯდობელი შემდეგ საუბარი თუ მშვიდობით ვიქენით ან კიდევ აი ეს პროლოგი მინდა გაგაცნოთ მიუბრუნდეთ კითხვას წმინდა ლუკა აფსარებლისა ახლა კი კაშკაშაა ეს ნათელი კლავინდებურად ქრისტესი ვაგლახ მრავალთათვის ის სავსებით არანათებს ადამიანები რწმენას კარგავენ და წუხილით აღიარებენ რომ მათ სულში ქრისტეს ნათელი ქრება იგი იმიტომ ქრება რის გამოც მზის სინათლე ქრება როდესაც ტყვიასავით ღრუბლები ეფარებენ მას თავისთავად მზე კი არ ჩაქრავ ანუ ქრისტე რომელიც არის უკვდავი დაუსაბამო ღმერთი მარადიული საუკუნო არამედ ადამიანები თავისი ცოდვის ღრუბელს იფარებენ გონების თვალზე და ქრისტე აღარა ჩანს და მისი ნათელი. ის მათთვის ქრება განმარტავს წმინდა ლუკა, ვინც ხედვასაა მოკლებული, ან ვინც მართალია ბრმარა, მაგრამ თვალებს ხუჭავს არ სულსრა სინათლის დანახვა. იგი მრავალთა სულებში ქრება სასოწარკვეთილებაში რომ ჩავარდნილა, ცოდვებში რომ ჩაფლუნან. აი ვისთვის ქრება ქრისტეს ნათელი. იგი იმად ქრება რომ ადამიანები თვისთა ცოდვათა წვდიადით ფარავენ მას. აი მაგალითად მე რომ თვალებზე ხელი ავიფარო თუ ამაფაროთ მე ვერაფერს ვერ დავინახავ თუმცა მეორეს არც დაბრმავდები
როგორც კი ხელს ავიღებ, მაშინვე დავინახავ. აი ესე ვიქცევით ჩვენს. ჩვენ ჩვენი ცოდვებით ხელებს ვიფარებთ გონების თვალზე, რომ ქრისტე და მისი ნათელი არ დავინახოთ. ეს ცოდვები დროთა განმავლობაში ლიბრს წარმოქმნიან ჩვენი გონების თვალზე და ჩვენ მართლაც ვეღარ ვხედავთ ჭეშმარიტებას. სისასტიკეთა, ძალადობათა, მკვლელობათა სისხლიანი წყდიადი უკეთურებათა შავი საზარელი ღრუბლებით ფარავენ უკტავი ზეციური მამის წმინდა დიდების მშვიდ ნათელს. ამ სიტყვაზე ბევრი ვიფიქრე და ვივლე გონებაში. არაჩვეულებრივად არის გამოთქმული, ესე იგი ზეციური მამის წმინდა დიდების მშვიდი ნათელი. ქრისტეა ეს. მოვედით შენ და მაშვრალი და თვითმციმელი და მე განგვისება თქვენ. მომხედეთ მე მშვიდ ვარ და დაბალგულითა. ასეთია ჩვენი ქრისტე, მამის მშვიდი ნათელი. და იმასაც განგვიმარტავს, როგორ მოვიპოვებთ ამ სიმშვიდეს თამდაბლობით. მომხედეთ მე მშვიდ ვარ და მშვიდი ვარ, იმიტომ რომ დაბალი ვარ გულით. ანუ შინაგანად ვარ თამდაბალი. ეხლა რატოა ეს ნათქვამი? ზოგი გარეგანად არის თამდაბალი, გეგონება რომ რა თამდაბალია და პატარა რაღაცა ნაპერწკალი ძულომივით ტორებზე დგება ამის გადაკლაპოს. აი მისი მოჩვენებითი სიმშვიდე. ქრისტე ასეთი სიმშვიდისკენ არ მოგვიწოდებს. გული შემოსვლილი, სული შემოსვლილი მოიპოვე და ღმერთი არ დაგამდაბლებს. გული წმიდაი დააბადე ღმერთო და სული წრფელი განმიახლე. დაბალთან არის ღმერთი, ხოლო ამპარტამანტ შემოსრავს. პირველ ყოვლისა ღმერთი მოგვიწოდებს შინაგანი ადამიანის განწმენდაზე. ბრძოლის ველი სინათლესა და სიმნელეს შორის, ღმერთსა და ეშმას შორის არის ადამიანის გული. ეს არის საკდარი თავის დანიშნულებით ღვთიური დიდებისა. აქ ხდება უხილავი ბრძოლები ადამიანის გულში. როგორ გონება? გონება მხოლოდ ძველი ძაღლი, ამბობს არსენი დიდი. გული. აი რატო არის რომ ბევრი მოდის ამს რომ ამდენი წელია ქრისტიანი ვარ, არაფერი იცლება, სულიერად არ ვიზრდებით. რატო ტკეპნი ერთ ადგილს? იმიტომ რომ შენ არა გულითადი გადაწყვეტილება, შეიყვარო უფალი შენი იესო ქრისტე და იცხოვრო მისი მცნებებით. არც მარჯვნივ იყურებოდე და არც მარცხნივ გადასდებოდე. აი რატომ არა გაქვს წარმატება? ამიტომ თქვა უფალმა, თქვენი სიტყვა ხო იყოს, არა. ნელთბილი ადამიანი სასუფეველში ვერ შევა. ვისაც ერქვანზე ამბობს პავლე უდევს სახნის ხელი და უკან იყურება, ის საიმედო არ არის სასუფევლისთვის. სულ ერთიანად უნდა მოიწყვიტო ეს სოფელი. მოიძულო სოფელი და შეიყვარო ზესთა სოფელი. როგორ მამაო, სოფლისა ჭამას მაჩა, ამას უფალი არ გიგზავნოს. გეუბნება უბრალოდ რომ ამან არ უნდა დაიკავოს ყველაზე არსებითი ადგილი. პური ჩვენი არსობისა მომეჩვენ დღეს. არ არის სირცხვილის თხოვა ღმერთს. და ხელის განძრივ რომ მოიპოვო. მაგრამ ეს არ არის როგორც დღეს ბევრთან არის. რა ჭამოს, რა ჩაიცვას, როგორც უფალი აფასებს, რა შეიმოსოს, დრო როგორ გაატაროს. გოდაური, ბაკურიანი, ზამთარ ზაფხულ აგარაკები, კარგი სასტუმრო. გრიალი ქვია რა თქვენს ენაზე. ხო და აი მაგრიალზე ამბობს ამერიკელი მოდაში ამერიკული ცნობილი პოეტი ტომას ტერზელიოტი. ასე მთავრდება ეს ღვთისმსოფელი, ასე მთავრდება ეს ღვთისმსოფელი, ასე მთავრდება ეს ღვთისმსოფელი არა გრიალით, არამედ სლუკუნეთ. ზვიად გამსახურდია თარგმანია სხვათა შორის. და შემთხვევით არ ვახსენებ რა თქმა უნდა. აი ეს დიდი ადამიანი, დიდბუნებოვანი, დიდი ქართველი მართლაც, ჭეშმარიტი ქრისტიანი ბარაბაში გაცვალეს. ეს თვითონ საკუთარი მოწამეობრივი სიკვდილის წინ თქვა. არჩევანის წინაშე დგეხართო. ძმებო და დებო, ქართველებს მემართა როგორც პრეზიდენტმა. ქრისტე და ბარაბა. ჩვენ ავერჩიეთ ბარაბა. სხვათა შორის ეს ისტორიულობისთვის. ბარაბა საქართველოში მისი მოდგმა აქ ცხოვრობდა მცხეთაში. ბარნაბაშვილები ერთ-ერთი ახსნით იმ ბარაბადან მოდიან ავაზაკიდან. წარმოშობით, გენეტიკურად. თქვენ რომ იცოდეთ. ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ცუდია რომ ჩვენ ეს ავაზაკი ვარჩიეთ და ეს როდესაც ახსენეს სისასტიკეს ძალადობას, რევოლუციურ სისასტიკეს გულისხმობს და დღეს რა არ არის სისასტიკე? არ დაგვავიწყდეს ვისი გორისანი ვარ და ვისი გენისანი ვართ. ეს ქართველები თითოეულა კაპიკისთვის ავღანელებს მიყვებიან ცოლად, პაკისტანელებს, ინდუელებს და თავი მოაქვთ თან და ვისაღარა დასავლეთის ხალხებზე აღარას ვიტყვირა. რა ჩვენმა წინაპრებმა გვიანდერძეს, ჩვენც იმისი ერთგულები უნდა ვიყოთ. მამულის როგორც დაგვიზუსტა, დაგვიკონკრეტა ილია მართალმა მამულის ენის და სარწმუნოების მართლმადიდებლობის. ამოთ ახალი დევიზები შემოიღეს, ფორმულები და განსაზღვრებები. ენა, მამული და ერთობა. ღმერთს აკინებ პატრიარქს, საგალობლებს და ესე იგი გამოდის ღმერთთან კი არ ითხოვე ერთობა გაქვს ეშმაკთა ვიღა დარჩა ღმერთ თუ არ იქნება ეშმაკია. თავისი პირით ამობენ ეს გაუნათლებლები და გონება შეზღუდულები. ვისთან აქვთ ერთობა და მეგობრობა? ეშმასთან და მის სატანის ანგელოზებთან. ამიტომ არის მათი საქმეები ასეთი.
ბნელი და მიუღებელი ქრისტიანისთვის. ეხლა თქვენი თქვით, მამაო, არც ეს ხელისუფლება, კი, ყველაფერი შეფარდებითია. იცი როგორი ხელისუფლება მომწონს? აი ღმერთმა რომ დაგვიწყინა. მირონცხებული მეფობა, რატომ დაამხვეთ? რატო გაგვიუქმეთ ავტოკეფალია? ხო, ვინ? რუსებმა? კი, რა მნიშვნელობა მონსტრი, ოღონდ, ყველა გვებრძოდა ჩვენ, ყველანაირი ადამიანი. მეფობა რომელიც როგორც ოქროპირია მოს ქრისტეს შორის ძალას განასახიერებს და განამტკიცებს დედამიწაზე სამღვდელო საწყისი და სამეფო საწყისი. ამიტომ ვამბობ მამა გაბრიელთან ერთად მირონცხებული მეფე ვიდრე არ გამოჩნდება საქართველოში, არც გაერთიანდება და არც დაწყნარდება საქართველო. მეფე არის ღვთისმიერი, შულისმიერი და კანონიერი გარანტი საქართველოს ერთიანობის, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მოიყვანეს. დიდი რუსეთი ძალზედ მალე მისი პირადი განსასწრების, რომელიც სოფლიო განსასწრებიც იქნება, შემდგომ პატარა საქართველოს, როგორც რუსი მამამოს, მადლობა ღმერთს, არა ქართველი შოვინიზმში რომ არ ჩამოვართან, დაუჩოქებს და პატიებას თხოვს. აი ეს დროც მოვა. ეს ის პერიოდია, როცა სიხარულით დააბრუნებენ ჩვენს მიწებს და არა მარტო სამაჩაბლოს და აფხაზეთს, არამედ სოჭის ოლქი რომ ქვია, ესეც საქართველოს ძირძველი მიწებია. ჩრდილო კავკასიის ნაწილი, დვალეთი რომ იყო და დღეს ოსეფად. ასევე აზერბაიჯანელებს რომ მიტაცებული აქვთ, ეხლა დავით გარეჯზე არიან გადასულები უკვე ნადირობენ. სომხებს, თურქებს მიწები რაოხრა თენდომებად, როცა მათი არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგება. აი ეს განსასწრები ელოდებათ. რატო მამაო ახლა წარმოდგენა გაქვთ თქვენს ერზე საკუთარ თუ არა? ეს ქვეყანა არის ღვთისმშობლის წირხვედრი და ღვთისმშობელ მარიამთან იბრძვიან ესენი ჯერ და მე უკვე ჩემთან ქართველთან. აი ეს გახსოვდეთ. მე მოგაგონებთ ერთ-ერთი ქართველი წმინდანის ცხოვრებიდან ილარიონის თუ არ ვცდები, რომელიც ესე იგი საბერძნეთში გადავიდა სამოღვაწეოდ, მანამდე კახეთში მოღვაწეობდა და გადავიდა წარმოშობით კახი იყო და ერთ-ერთი მიტოვებული სენაკი დაიკავა და ბერძენი მამასახლის მაგრამ მოვარდა მაშინ რომ გაგდება უნდა და იქით. და გააგდო კიდეც. ჩვენიაო ეს. ამ დროს არ ხმარობდნენ, არ ჭირდებოდა, დაცხავებული იყო უკვე. წვიმის ხალხსაც ვერ იჭირდა ხეირიანად. იმ ღამეს, იმ უგუნურ და ამპარტავან ბერძენს გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და შერისხა განა არიცი რომ მაგნათესავთან, ანუ მაგ მოდგმასთან ტრობა, ჩემი ტრობა არისო. შეშინებულმა და აცახცახებულმა მამასახლის მარათუ მოწაფე გაგზავნა, თვითონ გაიქცა და მუხლებში ჩაუვარდა ილარიონ ქართველს და ებედრებოდა რომ უკან დაბრუნებულიყო. ერთხანს პატივისცემისთვის გაჩერდა, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა დატოვა ის. ეს ერთი მაგალითია იმისი. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს მეორე მხრივ ჩვენ თავი ავიმაღლოთ, ჩვენ აბა ხელი არ გვახვათ, ბუზი არ აგვიფრინოთ. ამას არ გულისხმობ. ამ ქვეყნის ჯიჯგნა, ამ ზეპურიერის შეურაცხყოფა არის ღვთისმშობელ მარიამის შეურაცხყოფა პირველ ყოვლისა და არა მარტო ღვთისმშობლისა, სიყვარულის მოციქულის იოანე მახარებლისა, რომელიც განმანათლებელია უკანასკნელისა და პირველი განმანათლებლების ანდრიასი, სიმონის, მატათასი, ბართლომე თადევის მათე მახარებლებისა, რომლებმაც ღვთის სიტყვა იქადაგეს და დააფუძნეს საქართველოში ეკლესია ანდრიასთან ერთად და განამტკიცეს ჩვენში სარწმუნოება. წმინდა ნინოს შეურაცხყოფა ჯერ სეციურ საქართველოს უგონ პასუხი. ჩვენაც შეგვეხება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვიყვარდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ მხოლოდ ნატრა დანატრაში და სევდიანობაში არ უნდა გავატაროთ ცხოვრება. იყო დრო, რომ მღვდელმთავრებიც კი ერთ ხელში ჯვრით და მეორე ხელში מחვილით იბრძოდნენ საქართველოს და ეკლესიის მტრებთან. აი ჩვენც ეს სული უნდა დავიბრუნოთ. გაგეცინებათ, რა თქმა უნდა, ზოგს ღიმილმა გადაუარა სახესე. როგორ შეიძლება მამაოს შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიერ. ბევრი რამე არ გვეგონა, მაგრამ მოხდა. რა მაინც და მაინც როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, კავკასიონი უნდა დადნეს და ღვარცოფები წამოვიდეს, რომ გონს მოხვიდე. მაინც და მაინც რუსის ჩექმა უნდა შემოვიდეს, კიდევ ერთხელ იმ 7 ომიდან პირველი ომი აქ დაიწყო. ერთ-ერთი ომი იქნება კიდევ და გადააქთელოს და გონს მოხვიდე. ვიღას ეცლება ბაირამობისთვის, ჭამასმისთვის და გარყვნილებისთვის და გარყვნილებაში დახვეწილობისთვის. თავი გადასარჩენად ექნება. ეს ღმერთს კი არ უნდა, ამ ღვთისმშობელ მარიამს. არ რომელიმე ჩვენს განმანათლებელს. ეგ ჭირდება ჩვენ, რომ გონს მოვიღოთ. ამიტომ თუ ღმერთმა მშვიდობით გვამყოფა, ჩემი თხოვნა ვინც შეძლო, მოდით ოთხშაბათს ღვთისმშობელს უგალობოთ, ერთ-ერთ მის ხათანს ის მაწვევებელთან გვიწევს და ის სიტყვა მინდა გაგაცნოთ, რატომ უშვებს თვითოულ ადამიანს და აქედან გამომდინარე ქვეყნებზე და ერებზე ამა თუ იმ განსასწრებს. ჩვენ ისი არ დაგვემართოს, როგორც ებრაელებს დაემართა 20 საუკუნის წინათ. თავი მოჰქონდათ, აბრაამის შთამომავლები ვართო და აბრაამის მეუფე, ქრისტე მაცხოვარი ვერ იცნეს. პარაბა ავაზაკი ამჯობინეს და ავაზაკთა შორის ჯვარსაცვეს უკანასკნელი ყველაზე დამამცირებელი სიკვდილით დასაჯეს. ისი არ მოგვივიდეს. ღვთისმშობლის შვილობილობით თავს ვიქებდა მესამე თუ მეოთხეთ ვახსენებ დიდ მამას იოანე ოქროპირცხს, ხშირად მომიგონებია მისი სიტყვები. ღვთისმშობლის შვილობილობა კი არა, საყვარელო
ქრისტეს ძეობა, შვილობა არ გიშველის თუ წმინდად არის ცხოვრე. და ღვთისმშობელს რომ უყვარვარ და ზეცას, იმიტომ დავუშვებ ჩვენს გარყვნილ ქართველობაზე დღეს აქ ვამბობ და არა მარტო აქ, რა თქმა უნდა, გარყვნილია მთელი სოფელი როგორც წარღვნის პერიოდში და სოდომ გომორის მსგავსად. სწორედ სიყვარულის გამო დავუშვებს განსაცდელს, რომ განვიწმინდოთ ცოდვებისა. ლაიტმოტივი იმ თარგმანისა, იმ სიტყვის, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის, რომ ღმერთი სწორედ სიყვარულის გამო უშვებს განსაცდელებს, ავადმყოფობებს, რომ ადამიანი გონს მოიყვანოს. სხვანაირად მოვა მაძღარი კაცი, გარყვნილი კაცი. არ მოვა. ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველმა წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ქმედითია ჩვენს დროში და ყველა ჩვენთაგანს მიესადაგება. გულს მოდგინეთ, მოისმინეთ. წინასწარმეტყველი მიმართავს რჩეულერს ისრაელს და მოგმართავს თვითონ ჩვენთაგანს. სმენით გესმოდის და არა გულისხმახოთ. ხედვით და არა იხილოთ. არამედ თუ განზრქა გული ერისაი ამის და ყურითა მძიმეთ ისმინეს და თვალი მათი დაიწუხნეს. ნუ უკვე იხილონ თვალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმახონ და მოიქცენ და მე განკურნე იგინი. და რათა ჩვენს კაცთა, ჯიუთთა, ყურის წამკრუებელთა და ცუდად მხედველთა თუნდაც რამენაირად გულისხმა გვეყო ყოველივე იმისა, რაც მცირედ გვეჩვენებოდა უფალმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე თავისი ფერიცვალების უდიდესი სასწაული მიუმატა. რომ გამოვეფხიზლებულად, სიმბრმავი და რომ გამოვეყვანეთო. დამაბრმავებელი ღვთიური ნათლით გამოვწინვებულ ძველი წინასწარმეტყველი მოსე და ელია წარმოუდგენდა თაყვანისეს მას, ჟულის შემოქმედს. რატო სწორედ ეს ორი წინასწარმეტყველი? იმიტომ რომ ქრისტეზე ამბობდნენ ჟულის დამრღვევიაო, შაბათს არ ინახავს. აგერ მოსე მოგცა ჟული არა, რომელიც ლამის გააღმერთეთ. და ბოლომდე რომ ამ ცოდვაში არ ჩავარდნილიყავით, ღმერთმა როგორც იუდა ისკარიოტის ეპისტოლეში ნათქვამი დაფარა თქვენგან მისი საფლავიც კი არის სად არის, რომ არ გაგეხმერთებინათ მეტის მეტად. და ასეთი მოსე, რომელიც თქვენთვის ყველაფერია, ქედ დადრეკილი და წმინდა ლუკასთან ნათქვამია, მუხლ მოდრეკილი დგას ქრისტეს დიდების წინაშე. და როგორ შეიძლება მოსეს ჟულისდებელმა ქედი მოიდრიკოს იმის წინაშე, თუ იქ დამრღვევია ჟულისა, რომელიც ღმერთმა მოსეს გზით მისცა რჩეულებს. ამითაც აჩვენა ამ სასწაულით, რომ ის არის აღსრულება ჟულისა და წინასწარმეტყველთა. ჟულისდებელი და წინასწარმეტყველების. ის არის აღსრულება ქრისტე ხორჩესხმის გზით, აღსრულება ჟულისა და წინასწარმეტყველებისა. მისთვის იწერებოდა მის მიერ ჟული, მასთან მისასვლელი გზა რომ ქონოდა და მისთვის წინასწარმეტყველებდნენ და ღვთისმეტყველებდნენ წინასწარმეტყველი. და მოიცვარა ისინი ღრუბელმა ისმა ხმა ღვთისა, ესი არის ზეჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ მაგისი ისმინეთ. ამ ხმის გაგონებაზე მოციქულები პირქვე დაეხრნენ და ათრთოლდნენ. რატომ? იმიტომ რომ ქრისტეს ხედავდნენ დიდებაში. ხმა, რომელიც მათთვის საზარელი იყო, არ ჩანდა. ვისი იყო ეს ხმა? ვინ წარმოსთქვავდა? ღრუბელი იდუმალებას გამოსცემდა თითქოს. მეორეს მხრივ რატო ითქვა ეს სიტყვები სწორედ ზეციური მამისაგან? იმიტომ რომ პირველი რაც თავდავიწყებაში, ნეტარებაში, ეიფორიაში თქვენ როგორც სიტყოდით, წამოიძახა პეტრემ, ეს იყო რა კარგია უფალო ჩვენი აქ ყოფნა. ქვნათ აქ სამტალავარ, ტალავარი ქოხსაც ნიშნავს და კარავსაც ძველ ქართულად. ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ელიასთვის. მან თავის და უნებურად იესოს ღმერთს გაუტოლა მოსე, თუნდაც ჟულისდებელი და მოშურნე წინასწარმეტყველი. ამ ხმამ გაკიცხა და ამხილა, რომ არ შეიძლება ადამიანი რაოდენ წმინდაც არ უნდა იყოს ღმერთს გაუტოლო. ისინი მხოლოდ მისი მონებია შეხედე მუხლ მოდრეკილნი და ქედ დადრეკილნი დგანან ღვთიური დიდების წინაშე. შანდა ამის გამგონე მთელი ქვეყნიერება უნდა დავარდნილიყო უფალი იესო ქრისტეს წინაშე და თაყვანიესად როგორც ჭეშმარიტი ზეღმრთისათვის. მაგრამ გაუხეშდა კაცთა გულები როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, ძნელად ესმით ყურით, რამე თუ ყურნი დაუცავთ. არ სურთ ქრისტეს სიტყვები გულისხმახო, რადგან განზრქა გული შენ განგოზილ საფლავებს დაემსგავსნენ ადამიანები. და თუნდაც ვინმე მოისურვოს ყური მიუპყრას, ირგვლივ საზარელი ხმაურია. ტრობისა და სიძულვილის ხრიალი, ჩხრიალი გველზე ამბობენ. აი ეს რაც ხდება. ჯერ აიღოთ პრესა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი. განუწყვეტელი გარყვნილება, ცილის წამება, პოლიტიკური, პირადი, სუბიექტური მოვლენებზე და ასე შემდეგ. ისმის გველის ჩხრიალი ირგვლივ. ყველა საშუალებით, იარაღის ჩხრიალი, გველის ჩხრიალი, სისინი გარშემო ადამიანებში, აი როგორც ნათქვამია კარგად სწავლში, შემცირდეს ჭეშმარიტებანი ზეთაგან კაცთა. ადამიანებში რატო? იმიტომ რომ თავდუფალმა იწინასწრაფა, რამე თუ სიყვარული გახმეს. სიყვარულის გახმობა, თანაგრძნობის, თანალმობის მოიყვანს ბოროტების განსახიერებას ანტიქრისტეს. ხშირად მithქვა ზალით კი არ შემოგვილეწავს კარებს დედამიწაზე. ჩვენი ცოდვები და უსულოებანი არ ნახული და ღვთისმარისხებელი მოიყვანს
მთავარ მტერს ღვთისა და ადამიანის სატანას, რომელიც 12 წლიდან ჩაბუდებული იქნება ანტიქრისტეში და მისით იმოქმედებს. ზომბი იქნება. ის პირდაპირ გაგებით სატანის ზომბი იქნება ანტიქრისტე, რომელიც კონკრეტული ადამიანი იქნება. ხელოვნური ჩასახვით გასდება, რუსებრაელი იქნება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაშეს ჩხრიალი და სისინი საშუალებას არ იძლევა ქრისტეს მშვიდი და ქველი სიტყვები გაარჩიო. იგი არ ესმით, მას ისევე არ უსმენენ, როგორც სახაერო დაბომბვის დროს არავინ მიეცემოდა მოცარტის რექვიემის საკვირველი მელოდიით ტკბობას. ასე შანდა რომ თაბორზე ძველი არქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველის მოხმოდრეკით დგომა უფალი იესო ქრისტეს წინაშე სამუდამოდ დაუხშოვდა პირს მწიგნობარ ფარისეველთა მას რომ ზულობდნენ ქრისტეს თითქოს და მოსეშულს არღვევსო, მაგრამ ურიევს აქამდე არ სწამდათ მისი როგორც თავისი მესიისა. მათ დაუხუჭავთ თვალი და არ სურთ სინათლის ხილვა. ყურით არ ესმით, არ სურთ გულისხმახონ ქრისტეს მიერი სიმართლე და მოიცემ, რათა ქრისტემ გაანკურნოს იგინი. ეს რა თქმია თანამედროვე ებრაელებსაც. არა მარტო მე-20 საუკუნის შუახანების, როდესაც წმინდა ლუკა ამბობდა ამ ქადაგებას. დღემდის გამბოროტების შვილნი არიან, როგორც ფსალმში წერია, მაგრამ სწორედ მაშინ მოიქცევია, როცა ყოვლად დაუჯერებელი და თითქოს ადამიანო გაგებით შეუძლებელი იქნებოდა მათი მოქცევა. როცა გაამეფებენ ანტიქრისტეს, როდესაც ეს მარაგი საჭმელ სასვლის ამოელებ მე გადმოახთვის რისკა ეკოლოგიური პრობლემები, შიმშილი, წყურვილი, წვიმის წყალი და ფესვები ბალახის სანატრელი გახდება და როდესაც მხეცის ბუნებას ამოანთხევს და გარეგნულათაც გამოჩნდება, ბჭყალები გაეზდება ანტიქრისტეს და ფეხს ესევე და მივლენ და შეღაღადებენ შვია წყურია და დაგვაყურე. შენ ხომ ღმერთი ხარ, პირველად მაშინ იტყვის მამაღლა სიცილს დააკრის რა აბუჩა თამგდები, ღმერთი ხომ არა ვარ. როგორ უნდა მოვახდინო ეს? სამპირი დახურა მიწარა მაშინ მიხვდებიან და თავში შემოერწყიან ხელებს. ებრაელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მაგ დროს სწორედ როცა სრულიად დაუჯერებელი და ალოგიკურია თითქოს მოიქცევიან ქრისტესზე. ზოგი მათგანი მოწამეობრივად აღესრულება მაცხოვრის სახელით. და არა მარტო ებრაელებს არსამთ, ამბობს ლუკა, მრავალი ქრისტიანისთვის სულ უფრო და უფრო ფერყლთალდება თაბორისეული ღვთიური ნათელი. აი გადახედეთ ჩვენ სინამდვილე ქართველობას. მონათული არის ამბობს ქრისტიანია სანთელს და პირჯვრის წერა რა არის? მისთვის ქრისტეს ჯვარზე გაეკრა, ხელები განართო. პირჯვრის წერაც არის. არაფერი არ იცის. ეს იგი ამბობს ზოგი სიამაყით როცა ასავლი. ღმერთი წამწამს, ხატი წამწავს, მღვდელი არ წამს. ფსევდოლიბერალები ცდილობენ სწორედ ასეთი მღვდლები ტირაჟირება მოხდეს მათი ლაპარაკის. ეხლა რა, ჩვენ მღვდლები, მაღალიც და დაბალიც, როცა მევალ თუფლის სამჯერ და პირველებს ჩვენ დაგვიბარებს უფალი. რას ვეტყვით? იცი რა უფალო, 21 საუკუნე იყო და ჟულის კანონი არ იყო საჭირო. თუ არ იყო საჭირო უფალი გეტყვის, რატომ არ მოიწვიეთ კრება და რატომ არ განიხილეთ და თუ მართლაც ასე იყო, რატომ მსგავსად არ მოიმოქმედეთ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. აი ესეთი ვითარება. და თუ ეკლესიაში შემოდის სული არაწმინდებისა, რა უნდა ვთქვა ერზე, სადაც ღმერთს ერთ არ იცნობენ და აბუჩად იგდებენ და ესე იგი პაროდებს და შოუებს გამა ღმერთზე და მის ეკლესიაზე. რა უნდა გაგიკვირდეს? ეხლა თქვენი თქვით, მამაო, იცით რა თითოეულა თუ არის და ვინ გითხრათ? მე ვარ 42 წელია მღვდელი. თითოეულა ისინი არ არიან აქ. საკმაოდ ბევრი არიან. ამიტომ კრება მომწიფდა უკვე და არის საჭიროება, რომ მოწვეული იქნას, განხილული იქნას საზოგადოდ ეს მომწიფებული საკითხები, მაგალითად ეს რატომ უნდა იგალობებოდეს ბერძნულ კილოზე ქართულ ეკლესიაში, ზოგიერთ ტაძარში. რატომ შეიძლება რომ ერთმა აღსარების გარეშე თქვა 60 დღის განმავლობაში მიიღოს ზიარება და სხვა აუცილებლად უნდა თქვას აღსარება როგორც წესი და რიგი იყო და ოქროპირი და სხვები ამოწმებენ ამას უძველეს წესს და ისე ეზიარონ განწმენდილები. ეს ხომ განხეთქილებას და გაუგებრობას იწვევს ეკლესიაში. ამის გარდა უამრავი საკითხებია, გარდა მაგისა ზნეობრივი ხასიათის საკითხები. და ჩვენ რომ ამაზე არ ვლაპარაკობთ, აგერ ჩვენი მტრები გარედან სისინებენ და სიამოვნებითაც აკეთებენ ამას და ტირაჟირებას უწევენ რომ რაც შეიძლება მეც გააგონ, ანუ რაც შეიძლება მეტი დააბრკოლონ ეკლესიის მიმართ. ზვიად გამსახურდია მერაბმა, ეროვნულმა მოძრაობამ ხალხი მოიყვანა ეკლესიაში ველური 70 წლიანი ათეიზმის წიაღებიდან და ფსევდოლიბერალებმა გარეკეს ეკლესიიდან ხალხი დააბრკოლეს და წაიყვანეს. მათ შორის მღვდლების იმ ნაწილმაც მსგავსი მაგალითი მისეს. მაგრამ თავად ფაქტი რომ ფერიცვალება და მღვდელი ამბიონზე ამაზეც ლაპარაკობს, უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი აწუხებს და არა მარტო რომელიღაც არჩილს აწუხებს, ის აწუხებს მრავალ სხვა მღვდელსაც. ვისაჯერს არც უფალი დაუკარგავს, არც ადამიანობა და არც ზნეობა. და უნდათ რომ ქრისტეს ეკლესიაში იყოს სიწმინდე, უნდათ რომ მისი ერისშვილები არა ფორმალურად იყვნენ, მხოლოდ ნათლობით ქრისტიანები, მადლი რა თქმა უნდა მიიღეს, მაგრამ ბოროტმონასავით მიწაში აქვს ჩაფლული უმეცრებით. არამედ იყვნენ განწმენდილები, ღრმად მორწმუნენი. და ჭეშმარიტად მორწმუნენი. რა არის ამაში ცუდი? მონაზონი მონაზონს გავდეს, მღვდელი მღვდელს, მღვდელთავარი მღვდელთავარს და ერისკაცი მორწმუნე ერისკაცს.
მხოლოდ გავახარებთ უფალს, სათნო ვეყოფით ქრისტე მაცხოვარს. ჩვენ ეს ნათელი თაბორზე ამად გვაჩვენა, რომ სიბნელეში არ გვევლო და არ გვეცხოვრა. მობაძავ ჩემ დაიყვენით, ამბობს პავლე, ვითარცა მე ქრისტესი. თქვენ ახართ მარილი ამ ქვეყნისა, მოციქულები, სამოციქულო სამღვდელოება, მღვდელთავარი, მღვდელი დიაკონი არიან მარილი ამ ქვეყნის და თუ მარილის სიმლაშეს, ანუ სიწმინდეს და ჭეშმარიტებას დაკარგავს, რაითამე დაამარილონ, კითხულობს მაცხოვარი. ერთმა მითხრა, მისმინა ირონიული ღიმილი და აბო ზოგერთი გულშიც ამბობს, მამო, რა გიჩისო რა, დადექი დაისვენევა, ნოირჯებით ყვილად, აზრი არა აქვს. აი მე თქვენს წინაშე ვამბობ და ჩემი უფლის წინაშე. მე მიყვარს უფალი ჩემი იესო ქრისტე. მე შუაგულ საუბარს გითხრა, რომ მის გარეშე და მისი ეკლესიისა ვერ წარმომიდგენია დარჩენილი ცხოვრების წლები. არ არის აუცილებელი, რომელიღაც არჩილ მინდიაშვილი იყოს მაინც და მაინც მღვდელი. მაგრამ შერიკილივით ვიტყვი, ციტატა მომაქვს ცნობილი ფილმიდან, აქედან უფალს ვერავინ ამომირეცხავს. ეს არის ყველაზე არსებითი. ზოგი მღვდლობაში გადარჩება, ზოგი ერისკაცობაში, ზოგი უდაბნოში, ზოგი მონასტერში, ზოგი გადასახლებაში. თავარია რომ გადარჩენაზე ზრუნავდნენ და ფიქრობდნენ ისე. არანაირი მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით არა. ჩემთვის მღვდლობა მობეზრებიაო, არა. ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის მღვდლობა. ანი და ჰოია ჩემი ცხოვრების. ეს არ არის პროფესია. ეს არის შეუდარებელი უმაგალითო მსახურება მღვდლობა, როგორც ესეთი. მაგრამ თუ ჩემი უფალი ამას დაუშვებს, სავსებით ქედადრეკილი მორჩილებით მივიღებ ამასაც. ასე წარმომიდგენია, ასე წამს. ეს შემიძლია. და როცა ამას მე ვამბობ, არ მავიცდება რომ მე თქვენი სულიერი მამა და წინამძღვარი ვარ და თქვენს იგივესკენ მოგიწოდებთ. უფალმა არ გითხრა რომ თუ დაგარტყამენ დაარტყიო. მეორე შეუშვი. თუ აგდევნიან, იქი წადი. მაგრამ სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა მოგეცნენ, ქრისტეზე უარი არ თქვა. ის ყველგან არის. არა მარტო ეკლესიებშია, ის ყველგან არის. ის არის ჩვენგან შეურაცხყოფილ, მოკვეთილ, გაგდებულ ადამიანთანაც. როდესაც იმ ადამიანში თუნდაც ხედავს პატარა მოსაჭიდებელს, რომ სიმართლემ და ჭეშმარიტებამ გაიღვიძოს მასში. აი როგორია ჩვენი უფალი. ის არის გამოუთქმელი სიყვარული. და ბევრი კლინიკურ შემთხვევაში დაუბრუნდელი სიკვდილისა ამბობენ რომ ჩვენ რო ასე საზარელი გონია სიკვდილი, ისეთი ენით გამოუთქმელი სიხარულია, ისეთი სიყვარულის ზღვა ოკეანეში ხდება ადამიანი, უკან აღარ უნდა დაბრუნებოდა. არის შემთხვევები კლინიკური, იმიტომ ქვია რომ ზოგიერთ საბრუნებს, ზოგიერთ ტოვებს. 70% დაახლოებით ახსოვს რა განიცადეს, რა იხილეს. სხვებს არ ახსოვთ. ეს ღვთის განგებულება, ეს ჩვენ არ ვიცით რატომ ხდება. ადამიანი არის ინდივიდი, ჰაბიტუსით, მონაცემებით, ერთმანეთს ადამიანები გვანან, მაგრამ თვითონ თავისებური სული აქვს. თუ მოვიგონე გულში ჩამივარ და ეს სიტყვები 2-3 დღის წინ ასეთი რამ წავიკითხე, რომელიღაც მუსიკა იყო კლასიკური და კომენტარებში ერთმა დაწერა, რომ რა მაღლებულიაო, ექიმი რაც არ უნდა ხელოვანი იყოს, ვერ დამისახელებს ორგანოს, რომელსაც შეუძლიან ესიფაქიზე მელოდიაში გადმოსცესო. მეორემ რაღაც დაწერა და სხვა მიაწერა, ეთყობა ეკლესიური მორწმუნეობა ძალიან მშვიდად და ეს მოზომილად, რომ ის ორგანო, რომელსაც თქვენ ეძებთ, სულიაო ადამიანის. სულს ძალუცო ეს ნიუანსები აღიქვას და გამოთქვას კიდეც, მაგრამ ღმერთის გარეშე სულიც კი მკვდარია. ხელები ავწირა, გენიალური ნათქვამია. სული შექმნა ისეთი ადამიანმა შთაბერა რა, თიხისაგან მოზელ ხორცს, სხეულს, რომელსაც ღმერთის აღქმა შეუძლია, ღმერთის შეგრძნება შეუძლია და ღმერთთან მისვლა შეუძლია. და როდესაც ამბობს აპოკალიფსი და წმინდა მამები, უკვე დედამიწაზე არ იქნება თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც აღქმა შეეძლოს ღვთის სიტყვის, სახარების, ჭეშმარიტების, დედამიწა ამ ბოროტების მიუხედავად იარსებს. როგორც კი აგრძელებს სერაფიმ საროელი ხშირად მithქვამს, უკანასკნელი ადამიანი შეადგავს ფეხს სამოთხეში, ზათქი დაასრულებს არსებობას მილიარდობით გალაქტიკები. ადამიანისთვის არის ეს ყველაფერი. რამხელა მოწოდება გვაქვს, რისთვის ავართ მოწოდებული და როგორ ცხოვრობთ. შემოქმედ ღმერთს, რომელმაც არაფერი დაიშურა, ჩვენ რომ არარაობიდან რაობად ვექციეთ, ადამიანად ხატი და მსგავსებაც მოგცა, ზემხოლოდ შობილი გამოგვიგზავნა და უკანასკნელი სიკვდილით, სისხლით გამბანა და განწმინდა და დაგვიარსა ეკლესია მაცხოვრებელი. ჩვენ არ გვინდა ეს. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გძულს ღმერთი, ჩვენ გმობთ ღმერთს. ჩვენი საქმეები თუ სიტყვით არა ვამოწმებთ რომ ჩვენ არ გვინდა და არ გვიყვარს ღმერთი. აი წარმოიდგინე რა. შენ თავზე წარმოიდგინე რომ ადამიანს გადაყვე, ამდენი სიკეთე გაუკეთო, სულიც კი შეგეძლოს დადო
და სულში გაფურთხებდეს. იქვე კომენტარებში ამ მუსიკაზე ეს იყო საწყენი ის კი არ არის რომ აი ამას გაგიკეთებენ იმას შეგურაცხობენ გდებნიან. საწყენი ის არის რომ ადამიანი რომელიც გიყვარსო, რომელსაც ეფერები ასე გექცევა უხეშად. მე ჩემ თავზეც მივიღე მეწყანა მოყვასი, რომელსაც გადავყევი და ფაქტიურად თავისი ცხოვრებით სულში მაფურთხებს. როგორც მოძღვარს, როგორც მამას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არ დაგიმალათ ამ დღეებში რა ფიქრებში ვიყავი ამასაც რომ თარგმნიდი რაც ვახსენე პროლოგის პირველი სიტყვა და აი როგორი შინაგანი გრძნობელობანი მქონდა და ფიქრები აღარ მინდა ადამიანებთან ყოფნა. არა იმიტომ რომ ძულს ისინი მიყვარან და მებრალებიან. უბრალოდ აღარ მინდა ურთიერთობა ადამიანებთან. არც მღვდლობა. ადამიანურად ვამბობ, არც ოჯახში ყოფნა. მინდა წავიდე და სადღაც დავიმარხო თავი. არ ვიცი უდაბნოში, ტყეღრეში, არ ვიცი. აი ესეთი სულიერი განწყობა მაქვს, მაგრამ სულიერება ის კი არ არის შენ რაც მოგიმწიფდა და შენ რომ გონია რომ უკეთესია, ან შენ გინდა რომ ასე იყოს, იმიტომ რომ დავიღალე, აი პატრიარქის საგალობი დავიღალე რამდენი ტკივილებია და სევდა და უფლის იმედიც, აი ეს არის ყველაზე საინტერესო. მაგრამ ის დგას იქ, სადაც დააყენა. ის არის დაუძლურებული, მძიმე დაავადება აქვს. დიდი განსასწრებია გადატანილი. სახელისუფლებო დონეზე. თქვენ კიდევ არ იცით რა წნეხში ატარებდნენ პატრიარქს. თქვენ კიდევ არ იცით. ყველაფერი როდი ვიცით. უბრალოდ გამოვიდა და მინიშნებით ერთხელ შენდობის კვირიაკეს გვითხრა. სინოში იყო ეს გადაგება რომ მე მინდოდა რომ ყოფილიყავი ბერიო, უდაბნოშიო. შევნატროდი მე უდაბნოე მამებს. მაგრამ ნახე თუ ღმერთმა როგორ მომიწყო. ბერად კი აღვიკვეცე, მაგრამ საბოლოოდ ღვთელმთავრის ჯვარი მივიღე და პატრიარქის, რომელიც არის აი რამდენი განიკითხავს, ლანძღავს, აგინებს, შეურაცხყოფებს, აყენებს, სილსამებს, უმძიმესი ჯვარი მიაქვს პატრიარქს. უმძიმესი. და ამას აკეთებენ ზოგიერთი ყოფილი ეკლესიური მორწმუნეებიც. აყოლილი ფეხის ხმას. რასაც მავანი და მავანი ციხში ესწამებენ, ყველაფერს ნამდვილ მარგალიტად იღებენ. და ამრავლებენ რა თავარია. ჩემს სიბერეში, ჩემს პატარა დაღლილობაში, ჩემს ნეულებებში მე უფრო უკეთესად მესმის ჩემი პატრიარქის, რომლისგანაც სამღვდელო ხელდასმა მიმიღია. და რა თქმა უნდა მაქვს დიდი სიყვარული. არ დაგიმალავთ ცოტა სანტიმენტალური გახდა ჩემი საუბარი. მე ნატრება ვნახო უბრალოდ. არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ ისეთი ძნელია მასთან შესვლა, გარემოებათა გამო, რომ ჯერდები ამ სულიერ სიყვარულს, ასე ვთქვათ. ანტონი დიდხან უდაბნოში ჟამით ჟამად სამი ბერი იარებოდა. ორი მათგანი სულ კითხვებს უსვამდა, სულიერ საგნებზე რა თქმა უნდა, ღვთისმსულიერ საგნებზე. ანტონიც პასუხობდა და გამოხდა ხანი და ანტონი დაინახა რომ ეს არასდროს არ უსვამს კითხვებს და მიუბრუნდა ამ კითხვების შემდეგ და პასუხების და კითხავს შენ არაფერი გაქვს ჩემო კეთილო სათქმელიო კითხვა რა გაქვს თქვენი ნახვით თქვენი პირის ახვის ნახვით ყველა კითხვაზე ვიღებ პასუხს ანუ ისეთი მადლი გამოშვივის და სინათლე რომ ყველა კითხვაზე ვიღებ პასუხს და ეს არის მთავარი სიყვარული ერთმანეთის მოყვასის მამის დედის სულიერი მოძღვრის ჭრის მოძულის და სხვა. ამად მოვიდა უფალი, ამად გვეჩვენა დიდებით, ამად ებნო ჯვარზე და ამად მოგვიტანა ყოველივე ის, რასაც ერთი სახელი ქვია, სიმართლე და ჭეშმარიტება ზეცით გამო. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ დავშა. უფალმა გითხრა უკვე, მე ვრე ყოველი ადამიანის გულის კარზე. მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა. გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს. მაგრამ ამას იმიტომ ვერ ვაკეთებ, რომ გულის სავსე გვაქვს მნებებით, მეძავებით, ტრანსგენდერებით და 1000 სისაძაგლით, ნარკოტიკებით გაჟენთილი, უღირსის ზიარების მაგალითებით და ასე შემდეგ. აი რატომ ვერ შემოდის ჩვენში უფალი. მან თავისუფალი ნება მოგცა და ის არ დაარღვევს ამ პრინციპს თავისუფალი ნებელობისა. ძალით არ შემოვა და გულს არ მან შეამტრია ჯოჯოხეთის კარები თავისი ჯვარცმით, მაგრამ რაც შეეხება ადამიანს რომელიც რა არის სრული არარაობა ვარ ჩემ თავზე არ მოგაყენებ შეუხრა ჩემი ბინძური გულის კარზეც კი მორიდებით რექს არ მილეწავს გულის კარებს თორე გულის კარები კი ერთიანად დასალეციდად გენიაში ჩასაგდები ვარ როცა მე ამას გავიაზრებ როცა მე ამას მივხვდები როცა გულის მახო მე უფრო მეტად მიყვარდება ჩემი უფალი უგალო რელიგიურ პოეტთან დავით გურამიშვილთან ერთად დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო აი ახლა გულში გამიარა და გონებაში მალე დამთავრდეს რა წუთის ოფელი მაგრამ ესე არ იქნება ჰოპ და უცბად 64-ში ამოყო თავი ეგეთი რამე არ ხდება უნდა ატარო ეს ჯვარი იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგცემს ვიდრე შენ ტარება შეგიძლია ხო გახსოვთ ერთხელ პატერიკული მოთხრობიდან მოგიყევით ერთი ქრისტიანი განუწყვეტლივ დრტვინავდა რომ რატომ მომეცი ასეთი მძიმე ჯვარი ასეთი ცუდი ჯვარი და ადგა ღმერთმა და გამოცხადება მისცა და გაიყვანა
მინდორში. უამრავი ჯვრები, ყველანაირი, რკინის, ხის, სპილოზულის, მაღალი, დაბალი ხის, ლამაზი შედარებით თუ ლამაზო და ხმა ესმა ზეციდან. ეხლა მიმოიარე ველიო და ამოირჩი, მე მოგეცი რაც მოგეცი, შენ ამოირჩი რაც გინდაო. გაუხარდა მადლობა შესირა უფალს, მივიდა ერთ ჯვართან, რომელიც ლამაზი იყო, წამოსია, რომ მოეკიდა, ძალიან მძიმე ყოფილაო, ეს ჩემი არ არისო. ვერ ვატარებ. მეორესთან მივიდა, მესამესთან, ბევრი არა თუ ცოტაი არა, მიადგა ბოლოს და ბოლოს ერთი ჯვარიღა დარჩა სანახავი. და მივიდა და ამას არა უშავრავ, რა თქმა უნდა, ის პირველი ჯობდაო, იერით და მასალით. მივიდა და ციფრს არ ყოფილაო. აი უფალო, ეს ის ჯვარია, რომელსაც მე შენ გელაპარაკებოდი. გადმოზახავ სიყვარულით ზევიდან. ჩემო კეთილო, ჩემო სიცოცხლე. ეგ ის ჯვარია, რომელსაც აქამდე ჩემი სახელით ატარებდიო. თვითონს ისე ჯვარს გვაძლევს. როგორი სტარება შეგვიძლია. ამიტომ იაკობ მოციქულის პავლეს სხვაგან ამოს ნუდრტვინავთ ყოველთათვის, ყოველ საშინა მადლობდეთ უფალს. აი ჩვენი მოყვარული მამა, როგორ შეიძლება რომ მან უსამართლოდ რამე მოგვაყენოს. რადგან მისი სული ისეთია, მამა ღმერთი ამოწმებს ესაიას პირით, იესო ქრისტესე, ბრდღვინავ პატრულს არ შემოსრავს და ნიავწვლილი სული აქვს. სიყვარულია, მაგრამ იცი რა მაპატიე ეს არ არის 64 შვილო დედამიწა. 64 იყო და ვერ შეიშვნენ. დედამიწაზე ხარ გამოძიებებული. ექსორიობას ეძახიან გამოძიებას. წმინდა მამები ამას. მიმოხეტიალის წუთისოფელა და ჩვენა გვინდა ღუზა ჩავაგდოთ და კარგად ვიყოთ ყველაფერი იყოს, არ მოკვდეთ არადროს და სულ გარყვნილებაში და სიამოვნებაში ვიყოთ. ეს არის საჟელის ადგილი. საჟელი უნდა მოვიხადოთ აქ. უნდა შევიცდოთ ღმერთი, რომელსაც უღალატეთ. გავიაზროთ. მივიღოთ მასში რწმენა, მისი მცნებებით ვიცხოვროთ და როდესაც განვიბანებით და განვიწმინდებით და ანგელოზებს დავემსგავსებით, მადლით და ანგელოზებს კი არა, სამე გეტყვი უფალი ამბობს, ღმერთები ხართ. მადლით ღმერთს შეგილია დაემსგავს, არა თუ ანგელოზს, აი მაშინ კი გაგიყვანს უფალი. ზოგიერთს მათგან ერთხანს ტოვებს რომ სხვებისთვის მაგალითი იყოს. ზოგი მაშინ რომ იყავს. ზოგი ცნობილობაში მეყავს, სახელგანთქმული წმინდანია, ზოგი უდაბნოში აბარებს სულს და მთელი 900 ანგელოზები დაცალა უფალმა ზეციდან, რომ ბოლო თვითონ გადმოვიდა რომ წაიყვანა, მაგალითად ზაქარია კარიონის ძე. პირველად რომ წავიკითხე სასულიერო სემინარის სტუდენტი ვიყავი, გავოგნდი. ნუ თუ შეიძლება ადამიანმა ისეთი თამდაბლობა და სიწმინდე მოიპოვოს, რომ 900 წმინდანები კი არ გამოუგზავნოს სულის სასაყვარლო, 900 ანგელოზი თვითონ უფალი გარდა მოხდეს და მან მიექვას შენი სული. დიახ, შესაძლებელი. ეს რომ შესაძლებელი არ ყოფილიყო, ღმერთი არ მოგხვევდა რომ მას მივბაძოთ და მას დავემსგავსოთ. ღმერთია ბუნებით, ჩვენ უნდა განვივხვდოთ სულიწმინდის მადლით, სულიწმინდის მადლით, რომელიც ქრისტეს მხსნელი ვნებების გამო მოგვანიჭა ზეციურ მამამ. თავისი სული, თავისი ძის სიყვარულით და ვნებების ტკივილების გამო მოგვანიჭა უფალმა. აი ეს უნდა გავიაზროთ საყვარელო. მე ამაზე შემიძლია დაუსრულებლად საუბარია. ადამიანის შესაძლებლობებში მაინც რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ დაუსრულებლად იდგებით, აგი ერთი ორ შევატყვე მართალია უმეტესობა გასუსული ისმენს, რომ წრიალებს, ვერ ისვენებს, გავიდა, შემოვიდა, ახლა ვიფიქრე, მივცე შენის და არ მივცე. ამ ადამიანს მეტაკლევად შორიდან ვიცრო, მაგრამ ძალიან ახლო ვიცრო სინამდვილეში. ეზოდან გასვლა აუცილებელი არ არის სამყაროზე წარმოქმნა, რომ ამობენ ძველი ჩინელი ფილოსოფოსები. ანალოგიის პრინციპით ყველაფერზე შეგექმნება წარმოქმნა და ბებერი უკვე 68 წლის და გამოცდილება საკმაოდ დამიბროდა. ყოფითიც და სულიერიც. ზოგს გულში გაჰკრა, ხოინე თარიხსნილი. კაცრი მარხვა, კაცრად მარხულობ. ტიპიკონში ხომ წერია, თქვენ ხომ გამოგვიცხადეთ, ოთხშაბათსაც, კვირასაც, ხომ გამოგვიცხადეთ, კაცრად მარხულობ, რა მოხდა ბოლოს და ბოლოს ნება მოგვეცით, დავსდეთ სუფრასთან. თავის დროზე შვილო. და იოანე ოქროპირი ჩემზე ბევრად კაცრი იყო, მას არ ვედრები, რომ ვამბობ სინამდვილეს. სახლში რომ წახვალთო და სუფრას მოუჯდებით, აი თქვენ ხო ღვინო თევზი ზეთი. იქაც იმაზე ილაპარაკოს ოჯახის თავმა, რაზე საუბრობდა მოწვარი ეკლესიაში. გამექცევით ბრებრით. მაგას ვეღარ აღთხოვთ და კიდე რატო ვერ თხოვთ? ამ ისტორიული სინამდვილის გამო. თქვენ ერთი ოჯახი დამისახელეთ, ან ორი. სადაც დედას ეკლესიურია, მამას და შვილებს და ღვთისმოსაობაში ზრდიან. კი დადიან ჩვენთან ოჯახებით. მაგას არ გულისხმობ, მაგრამ იქ ხო ცოტა სხვანაირად არის სურათი, როგორც თქვენ იტყოდით ხოლმე. სხვა თემა არა, ქურთული ჟარგონით რო გიყვართ. იმ ოჯახებში სხვა თემა აქვს, სხვა თემაა და ასე უნდა იყოს. დიახაც, ასე იყო ჩვენი წინაპრების დროს. ამიტომ ბავშვობიდან მარტო ბრძოლის ხელოვნებას კი არ ეზიარებოდნენ ჩვენი ქართველი ბავშვები. სულიერების პირველ მარცვლებს იღებდნენ ტაძარში და მცირე ეკლესიიდან ოჯახში. და რა 64-ია წარმოედგინეთ.
ეკლესია კი არა, ესეთი ოჯახი 64 იქნება. დედაც, მამაც და შვილებიც იყვნენ ღვთისმოსავი ადამიანები. ეს ხო წარმოუდგენელი. უფრო დიდი მასშტაბები აიღო. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა, მთელი ეს ხალხი არის ღვთისმოსავი. როგორი სიხარული, როგორი სიყვარული, როგორი ღვთისწყალობა იქნება ჩვენზე. მთელი დედამიწა ღვთისმცნებებით ცხოვრობენ, ღმერთს ცემენ თაყვანს. უპირველესი და ყველა მცნების შემკრებელი არის სიყვარულის მცნება. უყვართ ერთმანეთი, უყვართ შემოქმედი. დედამიწაზე არ იქნება არანაირი ომები. არც კაენის, არც ტუბალ კაენის, არც ეგრეთ წოდებული რუსეთ-უკრაინის და არც ისრაელ-პალესტინის, რომლებიც ნელ-ნელა საზღვრებში ფართოვდება. ახლა ირანს შართავენ. დასავლეთი აქედანვე აცხადებს, რომ ისრაელს დაეხმარება. თქვენ გახსოვთ, რამოდენიმე თვის წინ გაგაცანით ერთ-ერთი ამერიკაში მოღვაწე მართლმადიდებელი მღვდლის სამუელ დევტერიანის მართლმადიდებელი მღვდლის გამოცხადება, რომელიც პატმოსზე იონე მახარებლის გადასახლების ადგილას ჰქონდა, სადაც 5 კონტინენტის ანგელოზი ეჩვენა და უწინასწარმეტყველებს და გაფრთხილება წარგზავნეო ყველა კონტინენტზე. სად რა მოსალოდნელი? სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, ისრაელი, მცირე აზია გახვეული არიან ცეცხლის ალში. სისხლის პორებია განსაკუთრებულად დედამიწის ამ ნაწილში. რა ომი მზადდება, უბრალოდ თქვენ წარმოიდგინეთ. კონკრეტულადაც არის ნათქვამი რა მოხდება. ამერიკელები დაიპყრობენ ირანის ნაწილს. კერძოდ ძველ ქართულად როგორც ვთქვა, სენაარის ყურეს, სპარსეთის ყურეს, თანამედროვე გამოთქვით. სოფლიო სავაჭრო ქალაქს დაარსებენ, რომ ამით გაამართლო რატო დაღვარეს სისხლი და რატო აიღეს სხვისი მიწები. ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ირანელები თავგანწირვით იბრძოლებენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ბევრი გაწყდება და მერე სხვა მოვლენები ვითარდება. შენ წარმოიდგინე ჩრდილო კავკასია რომ ჩაება ამ ომში, რომლებიც მუსლიმები არიან, თუმცა იყვნენ ქრისტიანები. საქართველოში უეჭველად იქნება ეს ომი. არც აზერბაიჯანი დარჩება ამის გარეთ სომხეთი. უკვე განაწილებულია მფარველები და პრიორიტეტები. მაგალითად, სომხეთს ისრაელი აიარაღებს, ინდოეთიდან ახლა დიდი შეიარაღება მიიღეს, ასევე ფრანგები ეხმარებიან ისრაელი და რამოდენიმე ქვეყანა. აზერბაიჯანს გვერდში უდგას თურქები არიან თურქეთი. რა ომი იქნება ბოლოს თქვენ წარმოიდგინე. ამიტომ ამბობს პაისი ათონელი რომ სომხეთში გაივლი და იტყვიო. იმიტომ რომ ისინი სწორედ აი გლობალისტების ნებას შეასრულებენ ბოლოჟამს სომხები. გაივლი და იტყვი რომ ოდესღაც ქვეყანა იყო და ოდესღაც ხალხი ცხოვრობდა. არ იარსებებს ეს ქვეყანა საერთოდ. ისე დაიშება ღვთისმიშვებით. და კიდევ მრავალიცა სხვა რაზეც ამჯერად აღარ სურს საუბარი. სავსებით საკმარისია თუ მეტიც არ არის. მას არიან ჩვენ შორის ადამიანები და არაერთი და ორი, რომელსაც სურთ დაუხუჭავთ თვალი და არ სურთ სინათლის ხილვა, ყურით არ ესმით, არ სურთ გულისხმობ ქრისტეს მიერ სიმართლე და მოიქცე რომ ქრისტემ განკურნოს იგინი. და არა მარტო ებრაელებს არსამთ. მრავალი ქრისტიანისთვის სულ უფრო და უფრო ფერფტალდება თაბორისეული ღვთიური ნათელი. სულ უფრო და უფრო თხელდება ქრისტეს მცირე სამსხური, რომლისთვისაც ეს ნათელი იმავე ძალით ბწყინავს, როგორითაც ოდესღაც მოციქულების პეტრეს, იაკობისა და იოანესათვის ბწყინავდა თაბორისაზე. და ეს ზიარებაც არაფრით ნაკლები არ არის პირველი საუკუნეების. ქრისტე იგივე არის, ეს ერთი და იგივეა. ვინაა დამნაშავე? განა თავად ადამიანები არა? ვისი დანაშაულია? კითხულობს წმინდა ლუკა. განა მათი არა, ვინც ადამიანთა შორის მტრობასა და სიძულვილს თესავს, საგანგაშო ზღვარს მიაღწია ხალხთა შორის უნდობლობამ და ქრისტეს ნათელი უღმერთოების მრუმე ღრუბლებს დაუფარავს. მეორე მსოფლიო ომი ახლობდებოდა და სამზადისები იყო. ფაშიზმი ძალას იკრებდა და კიდევ რა მოხდა? ვინ იცის? სულ უფრო და უფრო ხშირად ვიხსენებთ ქრისტეს საზარელ სიტყვებს. მორაივიდეს ზეკაცისაი პოსმია სარწმუნოებაი ქვეყანასასე და ქრისტე როცა დაბრუნდებაო დიდები. იპოვისო რაიმე სარწმუნოებას. იქნებიან მორწმუნე და თურაც მცირენი დედამიწაზე. მაგრამ მოწყენილობას თუ მივეცემით, რამე თუ მანვე თქვა ქრისტემ და ვითარცა იწყოს ამან ყოველმა ყოფა და ეს ყველა მოვლენები რაც უკვე მიმდინარეობს. მოხდეს აღიხილენი თვალი და აგიფრენი თავნი თქვენი, რამე თუ მოწენულას გამოხსნა თქვენი. მეორედ მოსვლა ახლოვდება. ეს იმის ნიშნებიაო. მოვედით იმგვარად ვიცხოვროთ, რომ საშინელი სამშაბლოს დღეს შეგვეძლოს თავების ზე აწევა და არა ძირს დაგვეშვას ღრმა სასუწარკვეთით და გვახსოვდეს ქრისტეს ამგვარი სიტყვების. ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამე თუ სათნო იყო მამამან თქვენმან ზეცათამან მოცემა თქვენ და სასუფეველი. ანამაღლების დროს რაც წარმოსხვა და გვიანდერძა უფალმა, მე თქვენთანა ვარ და ვიდრე საუკუნეთა აღსასრულამდე. ამენ. ქრისტეს ნათელი ამჟამადაც ბწყინავს, როგორც იმჟამად ბწყინავდა. ზე ყოველთვის თვალის მომჭრელად კაშკაშებს, მაგრამ ღრუბლები ეფარებიან. ასევე ქრისტეს ნათელის არასოდეს ქრება. მხოლოდ ადამიანური სოდვები ეფარება მას. ქრისტეს ნათელი არ ქრება მათ გულებში, ვინც ქრისტეს შეიყვარა, ვინც მიხვება მას, ვინც მისი მცნებების ხროს, ვინც უმაღლეს ჭეშმარიტებად ქრისტეს სახარებას თვლის. იგი ყველა მათთვის ანათებს, რომლეზედაც ნათქვამია, თვალნი თქვენი ნეტარ არიან, რამე თუ ხედვენ და ყურნი თქვენი რამე თუ ესმის. ჩვენ ვჭრებთ ის სასაულებს. გვესმის მისი ნეტარი ქადაგება, ეს სასაულები არ დღეს არ ქრება.
თუ გნებავთ სისხლმდინარე, მირომდინარე და სასაულთმოქმედი ხატების სახით. ნეტარ არიან მათი თვალები, ვინც მათ მოუშორებლად იქით მიაპყრობს, სადაც ქრისტეს სიმართლე ბწყინავს. თვალნი, რომელიც ხშირად წმინდა წერილისკენ არიან მიპყრობილი, წმინდათა ცხოვრებისკენ, წმინდა მამათა სულებისკენ, იქიდან მათში განუწყვეტლი ვიფრქვება ღვთიური ნათელი. მომაწვა გულზე და არ შემელია ვთქვა, თუმცა იცის ეს და მithქვამს ორჯერ და სამჯერ სხვადასხვა ქადაგებაში. ჭიანჭველაზე უგუნურები ვართ, თქვათ. მასზე ბევრად უღმერთოები ვართ. ნაკლებ მორწმუნენი. რუსეთ-უკრაინის ეგრეთ წოდებული ომი ვახსენე. მოიგონეთ რა მოხდა უკრაინის ერთ-ერთ სოფელში. დაბომბილი სოფელია, დაქცეული სახლები და საგალობელი ისმის. რატომღაც ქართული საგალობელი დაუდიათ. თუ არ ვსდებით სამთავროს მონასტრის დედები გალობენ. და რა, ხო თვალებს არ დაუჯერე რომ შევხედე. ჭიანჭველებს, ერთს და ორს კი არა. დაახლოებით 15-20 ჭიანჭველა, რამდენიც მოახერხებდა ჩაეჭიდებენ. პატარა ფოტოსურათი მოაქვთ ფერადი, რომელიც ერთი კიდე არის დამწვარი და ჯვარცმა გამოხატული ქრისტე ჯვარცმული. ჭიანჭველებს ისეთი სასუებით მოაქვთ, ისეთი კეთილმოგზალებით მოაქვთ ეს. დედა ჭიანჭველას ის მხოლოდ კიდეზე არავინ არავად არ გადაურბენს ზედ გამოსახულებას. ესე იგი ამით უფალმა ამ საზარე ლომში რა გვაჩვენა? ჭიანჭველა რომ ჭიანჭველა, თქვენი აზრით უგუნური, წერი, ასე შემდეგ, ისე შემდეგ და რომ მხოლოდ შრომის მოყვარეობა თუ შეგვიმჩნევია და კრილოვის იგავება და სხვა იგავება გამოამჟღავნა ეს და შრომის მოყვარეობაზე მეტად ღვთისმოსავები არიან. მათ იციან რომ ეს მათი შემოქმედის ხატია. მათ იციან რომ ჯვარცმით გამოისყიდა ეს სოდვილი წუთი სოფელი. კეთილ მოგრძალებით გააქვთ ხანძრის ადგილიდან. მეტი რა გითხრათ საყვარელო, მეტი რა გითხრათ. ჭიანჭველის ოდენა გონებაც არ აქვს და ღვთისმოსავაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ფუტკრებზე მომიყოლია და სხვადასხვა მწერებზე. ეხლა ზოგიერთი იტყვის, მამო, დავიღალეთ, არ გვინდა ეს გაკვეთილები, ესე იგი ბიოლოგიიდან, გეოგრაფიიდან, აქედან იქიდან. აბა რა ვქნა შვილო, წიგნს შენ არა კითხულობ და ძველი მამისა არ იყოს, რა დამრჩენია რომ მოგითხროთ ამ თქვენთვის გასაგები ენით მაინც ზეციური ჭეშმარიტებაზე. მას მხედველი იყავდა ქრისტეს ნათელს უნასოდეს დაჩრდილავთ. ყურნი თქვენი დე მიწივი იესო ქრისტეს წმინდა სიტყვებისკენ იყვნენ მიყურადებული. მისი წმინდა მოციქულებისა, წმინდა მამათა სიტყვებისაკენ ღვთიურთა საგალობელთა. ნეტარ არიან თვალნი, რომელიც მუდამ თრთოლვით უჭვრეტენ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჟვარს და უცრემლოდ არძალოთ უმცირონ წუთისოფლის სიბნელესა და ცოდვებს. ამენ.